აღარ არსებობს სახელმწიფოს მმართველობა, არსებობს კრიმინალური გარჩევებით გადანაწილება. ძის პახანი, რომელსაც კი ბატონო, უდევს აგერ გვერდით დიდი სკივრი. არ გვახსოვს რომ მინისტრი ყავდა სარდაფში ფარცხალაძის ჩაყვანი. კი, თქვენ ესე იგი იცოდით იმის შესახებ, რომ ფარცხალაძემ ყოფილი მინისტრი ჩაიყვანა სარდაფში და ცემა. სარდაფი რო არ ჩანს აქ. ბიძინას მოქმედების მოდუსი არის საბჭოთა მაფიოზური. რომელი კრიმინალური ავტორიტეტები შემოვიდნენ ამ გარჩევებში? აკეთებდა და აკეთებს მილიარდებს. ხო, აქ მილიონებზე კი არა ლაპარაკი. იმაზე მეტი მოიპარა, ვიდრე მას უფლება ჰქონდა. პახანის წილი უნდა მიიღოს. კი, პახანის წილი უნდა მიიღოს და გარდა ამისა, ღარიბაშვილებს და ვიღაცებს ევროპაში ბულაობა მოუნდათ, ეწყინა ადამიანს. ივანიშვილმა რა როლი შეასრულა ამ სინდიკატების ერთმანეთთან დატაკებაში და ამ სინდიკატების სახელები და გვარები უნდა დავასახელოთ, ვიზე დგას. აქ უკვე სახელდება სამწუხაროდ უნდა ვთქვათ ესეც, ბიძინა ივანიშვილის შვილი. ბერა ივანიშვილი თავისი ძმაკაცებით კონკრეტული სახელი და გვარებია. მაგ ამბავს შეიძლება გადაყოლო და გომელაური და ლილუაშვილი არის ძალიან ლოგიკური დასაშვები. და ერთ კლანზე დაყრდნობის მთავარი პრობლემა რა არის და ხიფათი რა არის? იმ ერთმა კლანმა შეიძლება ერთ დღესაც გადაწყვიტოს, რომ ბიძინა არაფერს შეგარჩენდეს. გელაგელაძის ხელით ხო არ მოგვრენი. გეკა. მოგეთ ეს ხალხი უნდა დავტესტოთ ქართველო ხალხო. მოგესალმებით, ეს არის საერთაშორისო აქცენტები. მე ეკა კვესიტაძე ვარ. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ საერთაშორისო პოლიტიკაზე, ვისაუბრებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას გაწუხებთ და გაინტერესებთ. ეს არის კრიმინალური გარჩევები ქართული ოცნების შიგნით და ამ თემაზე ჩვენ მოვიყვანეთ ძალიან საინტერესო სტუმრები, ლევან ყურაშვილი, ბექა ბასილაია, მურთაზ ზოდელავა და მასთან ერთად დეტალურად გავაანალიზებთ თუ რა ხდება, ვის და ვის შორის არის დაპირისპირება, როგორ შეეზარდა კრიმინალი ქართული ოცნების ხელისუფლებას და როგორ გახდა ივანიშვილის რეჟიმი მთლიანად კრიმინალური რეჟიმი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. სალამი. მოდით მოვეხმაროთ ჩვენს მაყურებელს, გაერკვეს რა ხდება დღეს ოცნების შიგნით. და აი ეს რიჟვაძის ფაქტის გამომჟღავნება, რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობამ, ასე ვიტყოდი მე, ძალიან ბევრ ამას მოფინა ნათელი და დღეს უფრო თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ დაპირისპირებაზე, რომელმაც მოიცვა ოცნების გუნდი. და კარგად ავხსნათ დეტალურად რა კრიმინალური ავტორიტეტები, რომელი კრიმინალური ავტორიტეტები შემოვიდნენ ამ გარჩევებში და რასთან დაკავშირებით დაიწყო ეს ძალიან დიდი კონფლიქტი. მადლობა. ნუ პირველ რიგში ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ თვითონ რა მოხდა, ესეთ აი სახელმწიფო უცებ გადაიქცა, უცებ არა თანდათანობით, ბიძინამ გადააქცია მეკობრეთა კუნძულად. ანუ რა იგულისხმება ამაში, ჩვენ ყველამ ვიცით, ფაქტებზე როცა არის საუბარი, ყველამ ვიცით, რომ არსებობს ოფიციალური ხაზინა, ანუ ბიუჯეტი. და ამის მიღმა არსებობს რაღაცა კონკრეტული ამ ქვეყნის მესაკუთრედ ვინც თვლის თავს, იმისი სკივრი, ანუ მთავარი მეკობრის და მეკობრების კუნძულს რო ვამბობ, რატო ვამბობ, იცით, რომ ყველა სფეროში მოხდა ესეთი ბრუტალური ცვლილება, როდესაც არსებობს კანონი, რომელიც ყველას ფეხებზე კიდია, არსებობს კონსტიტუცია ფეხებზე დაიკიდეს, აი ესეთი ვორდინგი თუ შესაძლებელია, რომ იყოს თქვენ სტუდიაში პირველად დავარ. კი ბატონო, ყველანაირი ვორდინგი, ყველანაირი ასე ვთქვათ, ვორდინგი მისაღებია. თავარი ახსნათ კარგად. კი, ეს ჩვენი საქართველო, რომელიც ასე თუ ისე, მაგრამ იყო დემოკრატიული სახელმწიფო, ვიღაცა თვლიდა, რომ მეტად დემოკრატიული, ვიღაცა ნაკლებად, ამაზე აღარ დავაუბრთ ახლა დღეს ჩვენ აქ ხო? მაგრამ იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია გამختارიყო ევროკავშირის წევრი. აი უახლოეს წლების განმავლობაში, ხო? ნატოს წევრი, რაღაცა ცივილურ ოჯახში უნდა შევსულიყავით, უცებ ჩამოვარდით რაღაცა ისეთ ლეველზე, სადაც შეგრძნება იმისა, რომ უკვე სახელმწიფო არის, ნუ ჩვენ თვითონ წესიერი ადამიანები ვცდილობთ, რომ თავად გავმყარდეთ ამ შეგრძნებაში, რომ მაინც რაღაცა აი ხანდახან გვერიდება იმის აღიარება, გამოთქმა თუნდაც სად ვართ. იმიტომ რომ ფაქტია, რომ უმრავლესობა ხმების არ იყო. ელემენტარულად მათემატიკურ დონეზე პარლამენტში არ ყავდა 100 დეპუტატი, მაგრამ გამოაცხადა, რომ ეს ლეგიტიმურია, ანუ ციფრებით არალეგიტიმური კაცია, ხო? პარტია არის. მართავს ასე ამგვარად. ანუ სრულიად კანონიერების სიტყვიდან სრულად გასული მოდელი არის, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ ახლა.
როგორც მოდელს, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და კვლავ უნდა მიგვაჩნდეს, რომ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. კი, სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს სინამდვილეში უფრო მეკობრეების კუნძულია, სადაც ზის პახანი, რომელსაც კი ბატონო, უძდევს აგერ გვერდით დიდი სკივრი და აი ამ სკივრში ვინც მიუტანს, იმისთვის ყველაფერი მოსულა და ამისი მაგალითია კოლ-ცენტრები, ამისი მაგალითია ის აღვირახსნილი კორუფცია, რომელიც შეუძლებელია სხვანაირ მოდელში არსებობდეს. აი ციფრები 200 მილიონი, 300 მილიონი ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქვეყანა არის პატარა. ჩვენ არ ვართ იმ ეკონომიკის ქვეყანა, სადაც შეიძლება ვიღაცა ძალიან ნიჭიერმაც კი, აი სუპერ ნიჭიერმაც, რომ ძალიან მაგარი გუნდი ყავს 2-3 წელიწადში რაღაც კოლოსალური რაოდენობის თანხა იშოვოს, ანუ ლეგალურად გულისხმობ. ესეთი ქვეყანა ჩვენ არა ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, ან თუნდაც იგივე თქვა რაღაცა ყაზახეთი ან დიდი ეკონომიკის, დიდი ბრუნვის, დიდი მოსახლეობის, სადაც უბრალოდ დიდ ბრუნვაში დიდი ფული არის და შეიძლება მართლა ვიღაცა ნიჭიერმა ადამიანმა, ბიზნესმენმა რაღაც სწორი სქემა შეიმუშაოს და ბევრი ფული იშოვოს. ესე ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ მოკლედ რა. ხო, მოდი, აი რო დავიწყოთ თანმიმდევრულად და უფრო კარგად რო ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, როდიდან დაიწყო ეს კრიმინალური გარჩევები ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, ან ამ მასშტაბით არ ყოფილა. დღეს რაც ხდება, დღეს ანუ ეს არ არის უბრალოდ თანამშრომლობა. დღეს ეს სინდიკატი მთლიანად შევიდა ეგრეთ წოდებული მთავრობის გულში და ამ კრიმინალით იმართება ქვეყანა. აი, როდის დაიწყო და არის თუ არა, აი რა ათვლის წერტილები, საიდან უნდა მოვნიშნოთ, ხო? ეკა, არ გეთანხმები ათვლის წერტილს რომ ამობ, რომ ეხლა თითქოს ბოლო პერიოდში დაიწყო ეს. 2012 წელს როცა ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ვინ შეცვალა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე? ბატონი მურთაზი. მურთაზოდელავა იყო გენერალური პროკურორი. მე არ მეგულება ერთი კინკილა საქმეც არა თუ რაღაც მასშტაბური, სადაც ვინმე იტყოდეს, რომ ამ ფინანსური, ან პირადი, ან რაიმე ტიპის ინტერესი ამ ადამიანს, იმიტომ კი არა, რომ იმ პერიოდში მასთან ერთად მუშაობდი, უბრალოდ გენერალური პროკურორი. რომ ამის გამო არა. აი, ერთი ინფორმაცია მაინც თუ გსმენიათ, მურთაზოდელოვასთან დაკავშირებით, აი პირსისხლიანი 9 წელი, ხო, ვთქვათ. გენერალური პროკურორი იყო კაცი, ერთ საქმეზე მაინც რომ რაიმე ტიპის ინტერესი ჰქონდა. არ არსებობს ესეთი. მაგრამ ვინ შეცვალა მურთაზოდელავა? მურთაზოდელავა შეცვალა ნასამართლებმა იმაზე რომ ბიზნესმენები იყვნენ ძიმე მდგომარეობაში. არა, ესეც დავაზუსტოთ, ხო? არა. მე არ ვსაუბრობ მე კი, გასაგებია, მაგრამ ესეც დავაზუსტოთ. კრიმინალის სახელმწიფოსთან შეზრდა. ამაზე ამ კონტექსტში ვსაუბრობ და არა იმაზე ვის ქონდა პროკურატურის მიმართ როგორც უწყების მიმართ პრეტენზია. ამაზე არ ვსაუბრობ ახლა. კაი ბატონო. ანუ პერსონა უმაღლესი თანამდებობის პირი ამ სფეროში, სისხლისამართლებელი პოლიტიკის წარმოებისა და დაგეგმვისა და წარმოების პროცესში და ვინ შეცვალა ის? შეცვალა ნასამართლეობა ოთარ ფარცხალაძე. და ოთარ ფარცხალაძე როგორც კი ქვეყანაში გახდა მთავარი ბრალმდებელი და როგორც კი ოთარ ფარცხალაძის გავლენის სფეროში მოექცა ფინანსური პოლიცია, მოგეხსენებათ, ჯერ იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფინანსური პოლიციის უფროსი, იქიდან გადავიდა პროკურატურაში, იქ დატოვა თავისი მემკვიდრე. სრული კონტროლი ბიზნესის რეკეტზე აიღო ამ ადამიანმა და მოკლე დროში, მას შემდეგ რაც ის უკვე ფორმალურად აღარ იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამას ხაზს უსვამ ფორმალურად არ იკავებდა, თორემ მთელმა ქვეყანამ იცის რა გავლენის მატარებელი იყო ის პროკურატურაზე, გადაიბარა ქუჩის სისტემა. და ეს არ არის, ეკა 2025 წელი, ეს არ არის 2024 წელი, ეს არ არის 2023 წელი. ის რაც ახლა ჩვენ ნახეთ რიჟვაძესთან დაკავშირებით, აი ძალიან დრამატული ფაქტია, ხო? ანუ ახალგაზრდა ადამიანი კლავდნენ თუ თავს იკლავდა, ეხლა მე არ შევალ სპეკულაციაში, მაგრამ ფაქტია რომ სიცოცხლეს ლამის გამოესალმა, ხო? მაგრამ დაახლოებით 8-9 წლით ადრე არ გვახსოვს რომ მინისტრი ყავდა სარდაფში ფარცხალაძის ჩაყვანილი. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. და აქ დავასრულებ ამ ნაწილზე საუბარს. ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ თავიდანვე განსაზღვრა, რომ მისი მართვის სტილი უნდა ყოფილიყო კრიმინალური. როგორც უბრალოდ დღეს აღმოჩნდა თურმე რომ პრორუსები არიან, არა, პრორუსული იყო იმთავით, როგორც კი რუსეთის აგენტები პოლიტპატიმრებად გამოუშვათ ციხიდან. იგივენაირად როგორც კი კრიმინალი მთავარ ბრალმდებლად დანიშნა, რა ეხა კადრს ვერ იპოვიდა თუ არ ყავდა ნაპოვნი მანამდე თქვა აჩიკო კბილაშვილი პირობითად კარიერული იურისტი, მაგრამ არა, ფარცხალაძეზე გააკეთა აქცენტი. თავიდანვე ბიძინას უნდოდა რომ მთავარი იქნება ეს პახანი, მაფიის ბოსი, ანუ ნებისმიერ ბიძინას მოქმედების მოდუსი არის საბჭოთა მაფიოზური, ხო?
ის ჯერ კიდევ პერესტროიკის პერიოდში უკვე ამ სისტემაში იყო ჩართული და შემდეგ უკვე ოლიგარქიულ სისტემაში, ხო? მისთვის მართვის ეს მოდელია გასაგები და ეფექტური. აბსოლუტურად გეთანხმები და მოვყვები მაგ მსჯელობაში, სანამ კითხვას დავსვა, მინდა გავიხსენო და ჩვენს მაყურებელსაც გავახსენო ლევან ყიფიანის ცემის ფაქტი. არა მარტო ცემის, არამედ მისი ჩაყვანის სარდაფში ფარცხალაძის მიერ მუქარა და იმისი ინფორმაცია, რომელიც მათ შორის იმ დროს ოქუაშვილმა გაავრცელა. თავად ლევან ყიფიანი სპორტის ყოფილი მინისტრი ყვება ომეგა ჯგუფის მენეჯერებთან თუ როგორ ჩაიყვანეს და ჩავიდა ის ფარცხალაძესთან ეგრეთ წოდებულ სარდაფში, შემდეგ როგორ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის და ლევან ყიფიანი ყვება ამ ჩანაწერში იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილიც კარგად იყო ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით და თავად ბიძინა ივანიშვილი არჩევდა მასთან ერთად ამ საკითხს. სარდაფში რა გინდა? ალბათ ოფისი. ალბათ ეს სპეციალური ოფისია. თუ ჩვენ არ მოიქცეო. არა, მოგიწევ შეძლები იქ. ჩემ ფეხით მიმოდის ასურა და სიტყვა. ხარბი გადავედი მაგის მაგია. და ჩავშოს იქა. ალბათ ეს მოხდა. მე მოვიდა რა ის ვიჭირე. ზოგადად მაგის იქა. და არ ვიცოდი რაღაც ხოლმე. არ დამიგერა რაღაც. და ვიჭირე მაგინეო. და მაშინ მე ასევე ეხლა თქვენთან ერთად ვიხსენებ ამ ამბავს, მე მქონდა ინტერვიუ ივანიშვილთან სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ეს ცნობილი ინტერვიუ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა სალომე ზურაბიშვილი იყრიდა კენჭს ოცნების მხრიდან და მე მივედი, ქონდათ სურვილი რომ ყოფილიყო იქ გიორგი გაბუნია, მაგრამ მე მივედი და მაშინ მეგონა რომ ის ფარცხალაძეს და ამ ამბავს აი ესე არ დაიცავდა, მაგრამ ზუსტად იქ გამოჩნდა, რომ ეს რაღაცა ფარცხალაძის, ანუ დიდი აუდიტორიისთვის, რომ ეს ფარცხალაძის რაღაცა პირადი ინიციატივა კი არ იყო, არამედ იყო მის მიერ ორგანიზებული, მის მიერ შეკვეთილი ამბავი და ასე ხდებოდა გარჩევები მათთვის არასასურველ ან გუნდიდან ცოტა გადახრილ პირთან. ჩანაწერებში ავთენტურობაზე მოგახსენეთ, ავთენტური არ იყო ჩანაწერი. ვიდეო იყო ვნახეთ. ვიდეო, რომელიც ის თვითონ გამოვიდა და თქვა, რომ ივანიშვილთან იყო კაბინეტში და მას ივანიშვილმა მას აჩვენა 4 თითი. რომ ფული გადაიხადა, რატომ უნდა გადაიხადა ეს ვერ ახსნა და სად უნდა გადაიხადა ეკამაც ვერ თქვა, რატომ უნდა გადაიხადა, რომელ ფონდში და რისთვის? ვისთვის რომ ბიჭები დაგენაწილებინა. რის საფასურად? რის საფასურად? უილად რაც გადაიხადა ეს კაცი ბიუჯეტში ფულს არ იხდის. ბიუჯეტში ფულს არ იხდის. მიგეცათ ფონდში იკრიბებოდა ფული. ბატონ ბიძინა სარდაფში ჩაიყვანა თუ არა ფარცხალაძემ ყიფიანი და ცემა თუ არა სარდაფში და იცოდით თუ არა ამის შესახებ. ეს არის უკვე აუხსენ ტელემაყურებელს, იმიტომ სიმართლე აქაც თილობს. გასაგებია, ესე იგი ყოფნის ქალბატონ ეკას აქაც ყოფნის ახლა სიტყვას აღარ ვიხმარ რა, რომ აქაც თილობს რომ მე ვერ მოვახერხო და ტელემაყურებელს აუხსნა სიმართლე და რა ხდება რუსთავიაში. არა, ბატონ ბიძინა, იცოდით თუ არ იცოდით? ქალბატონ ეკა, თქვენი მანერა და რუსთავის მანერა უკვე აუხსენეთ ტელემაყურებელს, რომ თქვენ ცდილობთ ყველანაირად და თქვენ ტელევიზიაში ამას ახერხებთ, რომ მაყურებლებმა სიმართლე არ მივიდეს და თქვენ ახლა თქვენი ხმით გინდათ ჩემი გადაფაროთ და დამელოდეთ. ახლა გაჩვენებთ ჩანაწერებს, ისეც ამობიჭდილი მაქვს. ამ ჩანაწერებით არსად არ ჩანს, არც გაუპატიურება, არც ივანიშვილის ჩარევა. აი არაფერი, აი ნახეთ, აგერ ახლა მოგცემთ თქვენ. აი მოგცემთ ახლა ამობიჭდით და მე პასუხს ვაგებთ, რომ განსხვავებით რუსთავი 2-ისგან ეს არის ზუსტად ამ მონაწერი. სად ჩანს ან გაუპატიურება, ან სარდაფი. არაფერი არ ჩანს. თქვენ საუბრობთ ჩანაწერებშიც კი არ არის მსგავსი, აი გაჩვენებთ ამაზე მინიშნებას თუ გნებავთ, არაფერი თქვენ ცურუობთ. ისე რატომ გეძვირფასებად ბატონი ფარცხალაძე? მისი გამდიდრების ისტორია მართლაც კითხვის ნიშნებს. ეტყობა რომ და იმისო რომ ლევან ყიფიანი მივიდა მას შეაგინა და ოთარმა მას დაარტყა, რაც ის ის აქვს. სარდაფი არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რის შესახებ ვიცოდი, თავარი ესაა. როგორ არ აქვს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ ესე იგი იცოდით იმის შესახებ, რომ ფარცხალაძემ ყოფილი მინისტრი ჩაიყვანა სარდაფში და ცემა. სარდაფი რო არ ჩანს აქ? კი, ასე იყო, მაგრამ იყო თუ არა იმ რაოდენობით, ანუ იმ მასშტაბით კრიმინალი ინტეგრირებული და შესული მთლიანად მართლობაში, როგორც ჩვენ ეხლა ეს გვაქვს. ანუ მასშტაბებზე თუ ვილაპარაკებთ და მე ავხსნათ დღეს რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ რომ იყო. იყო. იმიტომ რომ კრიმინალი იყო მთავარი მოკავშირე ოცნების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნაზე.
ანუ ერთი იყო დევნა რომ იჭერდნენ ხალხს, მეორე იყო რომ ქუჩაში ხვდებოდნენ, ცემდნენ 1000 უბედურებას და სისაძაგლეს აწყობდნენ და კრიმინალური ჯგუფებისგან დაორგანიზებული იყო დღეს, რასაც სუსი აკეთებს, 2013, 14, 15 წლებში კრიმინალების ხელით აკეთებდნენ ამას. ამავდროულად არჩევნებზე იმ დონის ჩართულობა, რასაც კრიმინალური სამყაროს მობილიზებით ოცნება ახდენს, მე არ ვიცი შეიძლება ედვარდ შევარდნაძის პერიოდშიც იყო, ახლა მაშინ საარჩევნო პროცესები არ მახსოვს ასაკიდან გამომდინარე, არ ვიცი. თქვი რომ მიშას დროსაც იყო, რასაც მე არ ვიზიარებ, მაგრამ შეიძლება რაღაც დოზით ყოფილიყო, მაგრამ იმ მასშტაბით რაც არა, იყო გამოყენება არჩევნების წინ მასშტაბებს არ ვადარებ, მაგრამ იყო მცდელობები. 2016 წელს არჩევნებში, სადაც მე უშუალოდ ვიყავი ჩართული, საარჩევნო უბანი არ არსებობდა, სადაც არ იყვნენ ამ ანუ ეხლა იქ მე დიფერენციაცია ცოტა რთულია, თან საარჩევნო პროცესში იღებდა მონაწილეობას და თან საკუთარ თავს მიაკუთვნებდა კრიმინალურ სამყაროს, მაგრამ ჩავთვალოთ რომ კრიმინალურ ანუ ნამდვილად მაგმორალის მაგარებია რა ტერმინი ბანდიტი რა იმ მასშტაბით და იმ რაოდენობით იყვნენ თითოეულ უბანზე მობილიზებული რომ ფაქტიურად ესე ვთქვათ, აი გამფუჭებელი დავარქოთ რა, გამფუჭებელი სახში არ იყო დარჩენილი, ყველა საარჩევნო ბაზა იყო ჯერ კიდევ 2016 წელს, როცა ოცნებას ისე ელექტორალურად არ უჭირდა როგორც დღეს. ამიტომ მიმაჩნია რომ თავიდანვე ეს დაკავშირებული იყო ამ საკითხთან, თუმცა მას მე რაც დიდი შავი ფული გაჩნდა, ანუ ბიუჯეტს ხო ხრავდნენ, მაგრამ მაშინ ეს გამოვყოთ, აი დიდი შავი ფულის გაჩენის ეტაპი გამოვყოთ. აი შენი შეფასება როგორია აი კრიმინალის შემოსულა? ეხლა მე რაც ინფორმაციასაც ვფლობ, ფაქტობრივად აღარ არსებობს სახელმწიფოს მმართველობა, არსებობს კრიმინალური გარჩევებით გადანაწილება ფულის, ძალაუფლების და ასე შემდეგ. მე როგორც მახსოვს, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ბექა მახსენა ხალხზე დახვედრები ხო, ქუჩაში მაგალითად. მე როგორც მახსოვს, ამაში მონაწილეობას იღებდნენ მაშინ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, ხო? ვინც კი, ესე იყო ნამდვილად. რომლებიც ციხეებიდან გაანთავისუფლეს, რომელთა დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ უმრავლესობას რეალური დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი და არანაირი პოლიტპატიმრები ისინი არ იყვნენ და ამ ხალხს მერე იყენებდნენ ოპონენტებზე თავდასხმისთვის, ასე რომ კრიმინალი თავიდანვე იყო ამ ხელისუფლების მოქმედების ან ის მოქმედებდა კრიმინალის გავლით და პრინციპში ხა ბიძინა ივანიშვილი კაცი რომელიც რუსეთში აიდგა ფეხი ფული იშოვა შეუძლებელია მან სხვანაირი მოქმედება იცოცა ხელისუფლებაში მოსვლის მერე ცევას ხო არ შეიცვლიდა თავიდან ხო ვერ დაიბადებოდა რაც იცოდა და რა წარსულიც ჰქონდა გავლილი რა სკოლაც ჰქონდა გავლილი იმ სკოლით მოქმედებდა და მოქმედებს დღემდე უბრალოდ მასშტაბები იცვლება რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხა სხვა არის 2012 წლის საქართველოს ეკონომიკა და სხვა არის 2025 წლის საქართველოს ეკონომიკა. მაშინ არ მახსოვს ხა ბიუჯეტი რამდენი იყო, მაგრამ ალბათ 1.5-ჯერ, 2-ჯერ უფრო ცოტა, ვიდრე ახლა. ახლა არის 25 მილიარდი. თუ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი წინა ხელისუფლებაზე მიშამო 19 მილიარდი მოიპარაო და ბიძინას უყვარს თულა. ეგ შემთხვევით მაგ რიცხვს ჰაერიდან არ მოიტანდა. ალბათ დათვალა იმის მიხედვით თვითონ რო ყოფილიყო ხელისუფლებაში ამდენი წელს განმავლობაში რამდენის მოტეხვის საშუალება იქნებოდა ბიუჯეტიდან და ახლა წარმოიდგინეთ იმის მერე რამდენის მოპარვის და რამდენის მოტეხვის საშუალება გაჩნდა ბიუჯეტში როცა ეკონომიკა გაიზარდა როცა ადამიანები უფრო შედარებით უფრო განვითარდა ხო იმას ვერ დავმალავთ რომ უფრო წინ წავიდა ხო ახლა რაც იყო 2012-ში იმას დიდი ბიუჯეტიც არის იმას დიდი ეკონომიკაც არის შესაბამისად მეტი მოპარვის საშუალება არის და გაჩნდა კოლ-ცენტრები რაც არ იყო მანამდე კოლ-ცენტრებს რო თავი დავანებოთ რეალურად ეს ხალხი ფულს რა შეაკეთებს აკეთებს ბიუჯეტის გავლით ხო ეს 200.000-იანი საათები რო უკეთიათ ხელზე და ისე მოძრაობენ პრემიერი ღარიბაშვილი ერთხელ თავისი პირით რო თქვა მაგათმა ნათესავებმა იმდენი მოინდომესო რომ იძულებული გავხდი რომ ღარიბაშვილი გამეშავა ეს ხო თვითონ აქ ნათქვამი და თვითონ ადანაშაულებდა ღარიბაშვილის ნათესავებს თვითონ ღარიბაშვილს არ დაადო ხელი გასაგებია მაგრამ მის ნათესავებს ხო დაადო ხელი რომ ისინი ფულს აკეთებდნენ რა თქმა უნდა ღარიბაშვილიც აკეთებდა 200.000-იანი საათი წინა ცხოვრებიდან არ დარჩენია ღარიბაშვილს და ეს კაცი რომელიც ერთხელ გააგდო ამ იმ ზედმეტის მონდომების გამო არა იმიტომ რომ ფულს აკეთებდა ფულს ყველა აკეთებდა უბრალოდ ამან ზედმეტი მოინდომა იმაზე მეტი მოიპარა ვიდრე მას უფლება ჰქონდა და ეთყობა არ ჩაიტანა წილი
მთავარ პახანთან, როგორც ბატონო მურტაზმა თქვა, შესაბამისად ეს კაცი ერთხელ გაუშვა, მერე ისე უკან დააბრუნა და ახლა ისევ გაუშვა და ახლა კიდე კობახიძე, ოხანაშვილი და სხვები ლაპარაკობენ, რომ თურმე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფულს იპარავდნენ. 2016 წელს, როდის გაუშვა, 2016-ში გაუშვა, ხო? 2016-ში არ იცოდა ივანიშვილმა და კობახიძემ, რომ ღარიბაშვილი ფულს აკეთებდა, მაგიტო ხო გაუშვა. ისე უკან ხო დააბრუნა. შესაბამისად, ეს ხალხი აკეთებდა და აკეთებს მილიარდებს. აქ მილიონებზე კი არ არის ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რამდენი რამხელა იყო ამ 13 წლის განმავლობაში ნაერთი ბიუჯეტი. აქ არის საუბარი ასობით მილიარდზე, რომელმაც გაიარა ამ ადამიანების ხელში. 10%-იც რომ აი ყველაზე კონსერვატიული დათვლით 10%-იც რომ მოეტეხათ, ეს არის საუბარი 10 მილიარდზე. ეს ფული არის განაწილებული ამ ადამიანებში, უბრალოდ როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა თვლის, რომ ეს ფული არასამართლიანად განაწილდა. იმაზე მეტი წაიღეს სახლებში, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ და ახლა დადგა ეტაპი, როცა ამ ხალხმა ფული უკან უნდა მოიტანოს. არა მთლიანად, მაგრამ ის ნაწილი, რომელსაც თვლის, რომ მან დაიმსახურა, რომ მიიღოს, იმიტომ რომ მან ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს ასე თვლით. პახანის წილი უნდა მიიღოს. კი, პახანის წილი უნდა მიიღოს და გარდა ამისა ის თulis რომ ის ყველაზე მეტად დაზარალდა ეს ხალხი აქ რაღაცა კარგად არის, კარგად ცხოვრობდა, ახლაც კარგად ცხოვრობს და წუწუნი დაიწყო კაცო ევროპაში ვეღარ მივდივარო. აი იქნება რაღაცა დავალაგო დასავლეთთან. ამ დროს კაცი ეგერ დასანქცირებულია, შვეიცარიის ბანკიდან ფულს ვერ იღებს, ამერიკის სანქციებშია და ვიღაცას თუ აქ ღარიბაშვილებს და ვიღაცებს ევროპაში გულაობა მოუნდათ, ეწყინა ადამიანს. და ეხა უნდა რომ ის ფული რაც ამათ ამოიღეს და რისი დახარჯვაც უნდათ გულაობაში, ვილებში, რა ვიცი მე, ბიზნესებში დასავლეთში, ის ფული უკან მოატანოს. ეს პროცესი მიდის ახლა. უბრალოდ აქ კიდე ერთი მომენტია რომ ივანიშვილის უცოდი რა ის აქამდე 2025 წლამდე იდგა ძალთა ბალანსი, ანუ რამდენიმე კლანი იყო, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებდა, არ იყო კი ერთი, ვინც ყველაფერს აკონტროლებდა და ახლა ემართება რეჟიმებს რაც ემართებათ ხოლმე, აი ბოლო სტადიაზე რო არიან, ბოლო სტადია იმას არნიშნავს, რომ ხვალ დამთავრებდებიან, შეიძლება ბოლო სტადია 10 წელი გაგრძელდეს, მაგრამ ბოლო სტადიის მაჩვენებელი რა არის? ის ეყრდნობა მთლიანად ერთ კლანს და იმ კლანის პატარ-პატარა დანაყოფებს, ხო? კობახიძის კლანზეა საუბარი და მდინარაძე, რომელიც რაღაცა იქ ოხანაშვილი მისი კაცია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი იკრიბება კობახიძესთან და კობახიძე არის პირადად პასუხისმგებელი ბიძინასთან და ერთ კლანზე დაყრდნობის მთავარი პრობლემა რა არის და ხიფათი რა არის? იმ ერთმა კლანმა შეიძლება ერთ დღესაც გადაწყვიტოს, რომ ბიძინა არაფერს აღარ ჭირდებოდა. და თუ ვერ აკონტროლებს ბიძინა, თუ სულს აკონტროლებს კობახიძე, თუ სულს აკონტროლებს კობახიძე, ბიძინა ვიღა არის? 1 მილიარდერი კაცი, რომელსაც სანქციები ადებს, რომელიც ყოველ შეიძლება არავის არ დაჭირდეს და ასეთი ფაქტები ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში ყოფილა უამრავი, როცა ასე ერთი კაცი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა, მეორე დღეს არავის არაფერში აღარ დაჭირვებია და მოუსრიალებია და ბიძინას ეს საფრთხე ემუქრება, ობიექტურად ემუქრება, იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება, მაგრამ ყოფილა ასეთ შემთხვევები უამრავი სხვადასხვა ქვეყნებში, როცა არ დაჭირვებიათ. აი ყველაზე ერთ-ერთი ბოლო რო გავიხსენოთ, ნაზარბაევის შემთხვევაა ყაზახეთში, როცა ტოყაევმა მისი კლანი თავის ნაზარბაევიანად მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და არა მარტო მოისროლა, ბევრი დაიჭირეს კიდეც და მე მგონი რამდენიმე ადამიანი ასეთ გარჩევებს შეეწირა კიდეც. ამიტომ ასეთ რაღაცები ხდება, ასეთ რაღაცები შეიძლება ბიზნესს დაემართოს, უბრალოდ მას სხვა გზა არ აქვს. ყველა რეჟიმის ბოლო ეტაპი არის ეს, რომ ის იძულებულია ერთ კლანს დაეყნოს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, იმიტომ რომ როცა პრობლემები გაქვს, როცა ბევრი პრობლემაა და მით უმეტეს ბიძინა პარანოიდალური შეხედულებების კაცია, ის არის ეჭვიანი და ის არ ენდობა ყველას კი არა ფაქტიურად ჩავთვალოთ, რომ მარტო კობახიძეს ენდობა. ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში დაუჯდეს ბევრი რამის დაკარგვა. აი ეხლა ბევრი კითხვა წამოვიდა. მოდი გავყოთ რამდენიმე ნაწილად, ხო? ერთი ნაწილი აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როდის გაჩნდა დიდი შავი ფული, როდის
და ეს შავი ფული რამდენ საყრდენს ეყრდნობოდა, ანუ რამდენ კრიმინალურ სინდიკატს შორის იყო გადანაწილებული. ივანიშვილმა რა როლი შეასრულა ამ სინდიკატების ერთმანეთთან დატაკებაში და ამ სინდიკატების სახელები და გვარები უნდა დავასახელოთ, ვიზე დგას ეს კრიმინალური სინდიკატები და აქვე მთავარი კითხვა, რაზედაც მე მილაპარაკია და დამისვავს კითხვა, მათ შორის ბექა გახსოვს ერთ დემონსტრაციაზე, ჩემთვის მთავარი კითხვა დღეს, რომელსაც მეტნაკლებად გავაცი პასუხი არის ის, რომ რაზეც ახლა ზუსტად ლევანმა ილაპარაკა, რატო მოიშორა მან ლილუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ორი მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი. ეხლა იქ იყო ვერსიები, რომ მე ლილუაშვილი, ანუ ესენი დასანქცირებულები იყვნენ, გომელაური დასანქცირებული იყო, იქ მისი ხარება და დასანქცირებული იყო და ეს რაღაცნაირად ლილუაშვილი არ იყო დასანქცირებული. ხო და ანუ ეს არგუმენტი თავიდანვე არ მივიღეთ და ძალიან დიდი წინააღმდეგობა მქონდა ამ არგუმენტის მიმართ, რომ თითქოს დასანქცირების გამო გაუშვა ისინი, რომ რაღაცნაირად პირი მოეწმინდა დასავლეთთან სრული სისულელე ჩემი ხმარწმენით, მაგრამ შენ მაშინ მითხარი ერთი რაღაცა, რომ აი ეს ყველაფერი შეიძლება უკავშირდებოდეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ლევან ჯანგველაძე არის ცნობილი კრიმინალური, ძალიან ცნობილი, თუ მე არ ვიცოდი, კიდევ უფრო გავლენიანი ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა, მერაბ ჯანგველაძის ძმა, რომელიც მოსკოვში დადიოდა 10-15 დაცვი და თბილისში სეირნობდა ქუჩებში ერთი კაცით. და სხვათა შორის მე ჩამოვიარე იმ ადგილას 5 წუთით ადრე სახში რომ მივედი ვაკიდან ჩემს სახლამდე 5 წუთია გავიგე რომ მკვლელობა მოხდა. ანუ 5 წუთით გამოვასწარი იმ ამბავს. და აი მოდი თქვათ, ანუ რატო გაგიჩნდა შენ მაშინ ეს ეჭვი და დღეს კიდე რაღაცებით მტკიცდება და მურთას იგივე ის ხوار ქონდა, ხო? ან მურთაზე დავიწყოთ მოდი. არა, იცით რომ აი საიდან დაიწყო, ანუ წინა თემასაც მინდა გამოვეხმაურო, რომ ყველა პარტია არ არსებობს საქართველოს დამოუკიდებლობის შექმნის შემდგომ პოლიტიკური პარტია, შევარდნაძე და მოყოლებული და დღემდე, რომელიც რაღაცნაირად არ ცდილობდა, რომ გამოიყენებია ამა თუ იმ ფორმით, დიდი დოზით, მცირე დოზით კრიმინალური სამყარო. ნუ ესე იყო, მოდი ვთქვათ, ეხლა თიან ანგელოზობანას ნუ ვითამაშებთ, მაგრამ ჩემ თავს გულისხმობ მათ შორის, მაგრამ არც ერთი ხელისუფლება ამათ გარდა თვითონ არ დამსგავსებია კრიმინალს. აი თვითონ გახდნენ კრიმინალები, აი მინისტრი გველაპარაკება როგორც ჟარგონით, დეპუტატები გველაპარაკებიან რა სწორო და რაღაც ვითომ რა. ნუ პოლიციის უფროსები ხალხმა ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ 90% პოზიციონირებენ როგორც ბანდიტები, აცვიათ როგორც ბანდიტები და როგორც თქვენ ყველა ადევნებთ ალბათ განსაკუთრებით ბოლო 1 წელია, ეგენ დიდი დოზით არიან ტელევიზორში და თუ სოციალურ მედიაში და ხედავთ როგორ ელაპარაკებიან ქალბატონებს, აი რაღაცა გეგონება რომ აი გუშინ გამოვიდა ციხიდან, სადაც იჯდა 20 წელი მოიხადა, ესეთ შტაბეშილებას ტოვებს პოლიციის უფროსი, გესმით? ანუ დეპუტატი, მინისტრი აქვს საუბარი, აი მთლიანად ხელისუფლება მიიღო აი ეს კრიმინალური ფიზიონომია, ლექსიკა შეიძინა შესაბამისი და აი ესე გველაპარაკება როგორც ბანდიტური რაღაცა დიდი სინდიკატი. რატო აკეთებს ამას ეს მიკვირს ხოლმე, ხო? კი არა და აღარც მიკვირს უბრალოდ, მაგრამ იმიტომ რომ იცის რომ იმას ეყრდნობა, იმისი ორგანული ნაწილია, მე როცა რეიტინგები შემცირდა მათი და აღმოჩნდა რომ რაღაცა უჭირთ, ესენი ორგანულად გაითავისეს და დაიწყეს ამათში ფულის ჩასხმა, ამიტომ დაჭირდათ მე დიდი ფული, აი მივადექით ამ თემასაც, აიდან ეს დიდი ფული, იმიტომ რომ თვითონ ბიზნეს ლევანის დავეთანხმები რომ ამ დიდი მადით ჩამოვიდა საქართველოში, გესმით? მისთვის საქართველოს ხო რაღაცნაირად როდის გაღვივდა მასში ინტერესი რომ ხელი მოეკიდა ამ სახელმწიფოსთვის როგორც საკუთარი ბოსტონისთვის რა რაღაც საკუთარი როდესაც ეკონომიკა გაიზარდა, ბრუნვა გაიზარდა ქვეყანაში, დაალაგდა მეტნაკლებად ქვეყანა და ეს რაღაცა 2007-8 წლებში უკვე მართლა მკვეთრად დიდი გაიზარდა ბიუჯეტი და გახდა ოლიგარქისთვის საინტერესო ლუკმა, ესე ვთქვათ რა. და შემდგომ უკვე როდესაც ის გახდა ის რაც გახდა ამ ქვეყნის ერთპიროვნული მესაკუთრე და ის ამ მოდელს გვთავაზობს ჩვენ. სხვას კი არ სართავაზობს, ანუ ბიძინა ჩვენ გვეუბნება, მე ვარ თქვენი მესაკუთრე. აი რაღაცა ბატონყმობის მოდელის შემოთავაზებას აქვს ადგილი. მე მაგალითად ლევანისგან განსხვავებით ყველაფერში ვეთანხმები, რაც თქვა, ერთ-ერთი რაშიც რაღაცა ჩემი მოსაზრება მაქვს, ეს არის ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და ეს არის სულ რაღაცა თვეების ამბავი, როდესაც ყველაფერი მორჩება, იმიტომ რომ ამ მოდელს ვერ აღარ აი მოდი ზოგად ლაპარაკს მოვჩეთ და გადავიდეთ კონკრეტულად. კონკრეტული გუნდები გვაინტერესებს, ხო? ხო, აი ჯერ ხო, ანუ შავი ფული როდის განსაკუთრებით გაიზარდა, შავი ფულის ბრუნვა, რომელიც კოლ-ცენტრებთან ძირითადი კოლ-ცენტრები და კიდე ნარკოტიკები. ნარკოტიკებით ფულია, რა თქმა უნდა. და აი ხო, აი როდის განსაკუთრებით, როდის გაიზარდა განსაკუთრებით
გულისხმებით ამ შავი ფულის ბრუნვა. 2014-15 წლებიდან დაიწყო აქ კოლ-ცენტრების რაღაცა ლეგალიზებას ვერ დავარქვით, მაგას ალბათ თვალყურის დახუჭვა სისტემამ, რომ ეს არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ტიპიური დანაშაულის სქემა, როდესაც უბრალოდ ესე უტიფრად იძარცვება კონკრეტული ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ნაწილი და ვინ იყო აქ ამათ თავიდან დაიწყეს ბაზების შეძენა დასავლეთში შეძლებული ასაკოვანი დავარქვათ პირდაპირ პენსიონერების და ამაში ფული აქვთ გადახდილი ამ ხალხს, ვინც ამ ეკოლ-ცენტრებს გულისხმობ რა, რომლებიც თქვა ჩავიდნენ გერმანიაში, ჩავიდნენ შვეიცარიაში, ავსტრიაში, როგორ მუშაობს ეგ მოდელი. იყიდეს საინფორმაციო ბაზა, სადაც შედის კონკრეტული თქვა 50000 შეძლებული თქვა ავსტრიელი პენსიონერი. ავსტრიის შემთხვევაში ეს მართლაც მოხდა, იმიტომ რომ ავსტრია ყველაზე დაინტერესებული ამ გამოძიებაში, რაც მე ვნახე დოკუმენტები, რაც საჯაროა და აი ამ 50000 პენსიონერის მოწყვლადი ადამიანები, ოღონდ შეძლებული პენსიონერის, ცხადია ეგ პენსიონერი ბევრად მეტია, ხო? ჩამოიტანეს აქ, დასვეს, აიღეს ფართი, ჩვეულებრივად ქალაქში დღისით, რამდენიმე სართული ზოგიერთ შემთხვევაში მთელი შენობა, სადაც მოიყვანეს ახალგაზრდები, რომლებიც ფლობენ იმენას, ამ შემთხვევაში გერმანულს, აი კონკრეტულ кейსზე ავეწყოთ რა. და უბედურება იმაშია კიდე რომ აქ გარყვნეს ის ახალგაზრდები, რომლებიც უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელიც უფრო ენებს ფლობდნენ, გესმით? აი იმიტომ რომ აქ პატარა ეკონომიკაა. მაგალითად ცალკე სალაპარაკოა საერთოდ. ეს ცალკე უბედურებაა, ხო, კოლ-ცენტრებზე ვლაპარაკობ, ეს ცალკე უბედურებაა, ეს ფენა თლიან დამაში ჩართეს. ამაში მოიყვანა დასვა ეს 100 ახალგაზრდა გოგო ბიჭი. თავიდან უთხრა ჯერ ვიცი რა ეს ლეგალური სქემაა. მე ცხადია თანდათანობით ისინი გასაგები გახდა რაც არის. ამას დაუნიშნეს მწყემსად კრიმინალები, რომლებიც ამათ ყოველდღიურ რეჟიმში აზიან თავზე და უსმენენ აბა ვის დაურეკა, რაც დაურეკა და იწყება ამ 50000-იანი სიის ამ ბაზის დამუშავება. როგორ მუშაობს, აი თუ აინტერესებს ჩვენს მაყურებელს, ალბათ არწმუნებული ვარ აინტერესებს, სქემა ასეთია, ანუ კონკრეტულად ეს სქემა, ანუ დავინტერესდი და ამიტომ გეუბნებით იმას, რაც მე გავიგე. იმიტომ რომ ეს შედარებით ახალი დაფუძნებული კრიმინალური სქემაა ჩვენთან განსაკუთრებით. ეს ხალხი ბომბავს სატელეფონო ზარებით აი ამ ადამიანებს. ახლა ვინ არის პენსიონერი, შეძლებული პენსიონერი პირობითად და კვლავ ავსტრიაზე ვსაუბრობ. თუ ეს არის ადამიანი, რომელმაც შვილები უკვე გაზარდა, ეს შვილები რაღაც თავი ცხოვრებით ცხოვრობენ, ოჯახი აქვს და მათთან სისტემატიური ურთიერთობა არ აქვს. ეს ადამიანი როგორც წესი არის მარტო ძირთადად. აქ ეს ანგარიშზე თქვა პირობითად რაღაცა კონკრეტული სოლიდური თანხა და ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. მაგრამ უკვე ასაკშია. და ვინც ამ 50000-დან უფრო მოწყვლადია, ის წამოიგება იმ ანკეტზე, რომელსაც თავაზობს ეს მეკოლ-ცენტრი, რომელსაც მეთვალყურეობს კონკრეტული კრიმინალი და ამ ყველა კრიმინალს და ამ ყველა კოლ-ცენტრს მეთვალყურეობს პირადად ბიძინა ივანიშვილი. კი შვაში ვიღაცები არიან, მათ გვარებზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს მისი პირადად მისი აწყობილი და ეხლა ივანიშვილს რა დაეშვა ეს რასაკვირველია წარმოუდგენელი. ამაში არავის არ ეპარება, ყველა მიცი საქართველოში, რომ ეს შეუძლებელი შავი ფულის შემოსვლის ძალიან მარტივი გზა. ეს არის ძარცვა და ყველა დომეინებს გამოძიება რომ გამოყვა იქიდან და ეს უკვე 10 წელია. 10 წელია ეს ხდება ამ ქვეყანაში, 10 წელია. რომ გამოყვა გერმანელი გამომძიებელი, ავსტრიელი, რავის, ფინელი, დანიელი, ყველა მოვიდა დომეინი საქართველოში ფიქსირდება. ხანდახან ეს ხშირად იყო ერთი და იგივე მისამართი. და აი ვიღაცა 100 ყაჩაღი ყოველ დღე რეკავს რაღაცას ძარცვავს და აქედან რა თქმა უნდა იქიდან ცხადია წამოვიდოდა გამოძიებების დახმარების დოკანო გვეთანახმოთ აბა გაგვაგებიათ ვინ არის იქ ამათ რა თქმა უნდა ეს თაროზე შემოაწყოს იმ ბიზნესს ასე სურს ასე აქ ნათქვამი არაფერი აქ არ მოხდა და 10 წელია ეს ხალხი უამრავი ესეთი კოლ-ცენტრი ძარცვას დასავლეთს გასაგებია ეს კიდე ისეთი თემაა რომ ამას შეიძლება ცალკე გადაცემა გააკეთო მაგრამ რო არ გავცდეთ თემას ანუ შავი ფულის ერთ-ერთი მთავარი წყარო რომელიც გაიზარდა ამ წლების განმავლობაში არის ეს და რომელზედაც არის მიმჯდრები იყვნენ ვინ წინახე ანუ იმ ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან ფარცხალაძე კი ბატონო საუბარი იყო იმაზე რომ ამ სქემის ფარველი იყო არა მარტო ფარცხალაძე ეს სქემა იმდენად ბევრი იყო ხო სხვადასხვა ფარველები ყავდა საუბარი კი ბატონო თვითონ ილუაშვილზე გრიგოლზე იყო საუბარი რომ ეს მესამეა ეს აუცილებელი ხო ამას ხო არ გამოტოვებდა, მაზეც იყო საუბარი, რომ ისი ხალხიც აქ იყო, რაღაც ფუთფუთებდნენ და ბოლოს ეხლა სულ ბოლო თვეების განმავლობაში თუ რაღაცა ერთი წლის განმავლობაში აქ უკვე სახელდება სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ ესეც, ბიძინა ივანიშვილის შვილი. ბერა ივანიშვილი თავისი ძმაკაცებით კონკრეტული სახელდებარებია. სახელდება ვიღაც ამიკო, ვიღაცები, უცნაური ხალხი, რატომღაც ეს ვიღაცა კომედია. მეც ესე გავიგე, რომ ამ მიმართულებას ოჯახში კურირებს. ჩაითვალა, რომ აქ აი ბექას
ბექამ ამბობდა რომ და ლევანიც ამბობდა რომ აი იმან ჩათვალო რომ აქ რაღაცა უფრო მეტი უნდა მომსვლო და მე და თუ უფრო მეტი უნდა მომსვლო და მოდი რა ჩემი კიდე უფრო ახლობელი უფრო სანდო აი ამ იდიოტიზმში აი ამ ну არ ვიცი მე არ მინახავს სიმართლე გითხრათ ჯერ არ ცხოვრების განმავლობაში მე არ შემხედრია კრიმინალი რომელსაც უნდა რომ მისი შვილიც კრიმინალი იყოს ყველანაირი გვინახავს ალბათ და საქართველოში 90-იანებში ყველანაირი მინახავს მაგრამ ისეთი კრიმინალი რომელიც უნდა რომ მისი შვილი თვითონ კრიმინალია და ამ ცხოვრიც უნდა მისი შვილი იყოს ასე აგეთი არ მინახია ბიძინა აი ამ ხრივაც რაღაცა სპანაირად ფენომენალური ცუდი გაგებით ადამიანებს შვილი შედურცა აი ამ ამბავში რაც არის სრული კატასტროფა. ეხლა ჯანგველაძის ამბავი დაუბრუნდეთ ისევ, მოკლეს ეს კაცი, რომელმაც უთხრა, ანუ რომლის მამაც უთხრა, რომ სავარაუდოდ, რომ მე გამოვაგზავნე, ჩემი ძმა ჩამოვიდა აქ უსაფრთხოების გარანტიით და ის მოკლა ერთ-ერთი კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენელმა. ანუ ვინ მოკლა და ვის, ანუ ეს გავყვეთ ამ კავშირებს, ხო? იმიტომ რომ ეს მერე გამოგვადგება. მოდი ახლა ჩვენ ესე ვისაუბროთ. ვთქვათ, ვინ ვის რა უთხრა და რა პრეტენზია წაუყენა, ამაზე ხო ინფორმაცია არ აქვს. მაგრამ სავარაუდოდ თქო, ხო. რატო ვაზუსტებ? ნუ შეიძლება ერთად არა, მარტო სიცხადისთვის კი არ ვამბობ. მაგ პრეტენზიის წაყენების გარეშეც ის, რომ მაგ ამბავს შეიძლება გადაყოლო და გომელაური და ლილუაშვილი არის ძალიან ლოგიკური დასაშვები. აი ახსენე, ხო. ბიძინას მთელი ძალაუფლება რაზე დგას? დგას ორ მიმართულებაზე. ერთი, რომ მე ჩემს ლოიალისტებს ვყვებავ, ანუ ფულის შოვნის საშუალებას გაძლევთ და მეორე, ამ ქვეყანაში მე ვარ პერსონა, ვისთანაც რაღაცები უნდა გაირკვეს. მე ვარ მთავარი. სხვა არავინ, ჩემთან უნდა გაირკვეს და ბიძინა არის გარანტორი, როგორც უსაფრთხოების, როგორც დავების გადაწყვეტის და ასე შემდეგ. იმ ხალხისთვის, ვისაც ბიძინას ხელისუფლება, ვისთვისაც ბიძინას ხელისუფლება არის ბუნებრივი მისაღები და ასე შემდეგ, ვინც მას ეთანამშრომლობს. და აქ რა მოხდა? ადამიანი, რომელიც გადაადგილდება დაცვით და საკმაოდ სოლიდური დაცვით და არის წარმომადგენელი იმ ოჯახის, რომელთან დაკავშირებითაც დიდი და ღია ინფორმაციები აქვს გავლენების თაობაზე, რომ აი ძალიან გავლენიანი ოჯახია, ხო, გარკვეულ სამყაროში. ეს ადამიანი საქართველოში ჩამოდის და მას ვხედავთ იმ კადრებში მეგობართან ერთად რო გადაადგილდა. ესე იგი მას ჰქონდა იმის განცდა, რომ საქართველოში დაცულია, ხო? კი, აშკარა. სხვანაირად ვერ აიხსნება, ხო? ეხლა კი იყო საუბრები, რომ დაცვის წევრი რაღაც შეუძლოდ გახდა მედიაში გასულ ინფორმაციას ვახმოვდი. სხვა დაცვას ხო, მაგრამ ანუ არ გაუჭირდებოდა, ხო? რომ უსაფრთხოება სხვანაირად უზრუნველყო. და ამ ადამიანს კლავენ. კლავენ ქალაქის ცენტრში. და არათუ მოსაზრება არსებობს პირიქით ოჯახის ადვოკატი საუბრობს რომ ეს შეკვეთილი მკვლელობაა და ყველა გარემოება ამას სათხოვს რომ შეკვეთილი მკვლელობაა, ხო? აი ამ დროს ბიძინა ივანიშვილი თავს როგორ იგრძნობს? ანუ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტორი ამ ქვეყანაში უსაფრთხოების იმ ხალხის მიმართ, ვისაც მის მიმართ ლოიალობა აქვს, ხო? და უცებ კლავენ ადამიანს. ვინც არის ჩამოსული აქ ყოველგვარი რაღაც დაცვის გარეშე ფაქტიურად, ხო? და გადაადგილდება დაცვის გარეშე. ვის მიმართ ექნებოდა ბიძინას ამ საკითხზე პრეტენზია? გომელაურის და ლილუაშვილის, ოპერატიული სამსახურების. შეიძლება მას პრეტენზია გენერალური პროკურორის მიმართაც ქონოდა, ვთქვათ, მაგრამ ახლა გენერალური პროკურორი არ არის დანაშაულის პრევენციის, აი რაღაც ახლა ოპერები არ ყავს პროკურატურას, ხო? და მოსმენები არ აქვს პროკურატურას. და ძალიან მოკლე დროში დაემთხვა გომელაურის და ლილუაშვილის გაშვება. ამ ფაქტს ძალიან მოკლე დროში. ეხლა არის მოსაზრება რომ გომელაური და ლილუაშვილი გაუშვეს იმის გამო რომ თქვა ყობახიძემ აიღო ხელში ძალაუფლება, ბ იმის გამო რომ ამ ხალხს ფული ჰქონდა ბიძინასთან მისატანი და არ მიქონდათ, მაგრამ მოდი ესე ვთქვა რა. ორი ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით ახალისებს, ანუ ეხმარება უბრალოდ. ბიძინა ხო მიიჩნევს რომ ნოემბერ-დეკემბერში იყო რევოლუციის მცდელობა. და ნუ რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა რომ დეკემბერში ჩვენ ქართულ ხალხს მოგვეხერხებინა ეს ხელისუფლება გაგვიშვა სახლში. და ვინც სახლში არ იყო გასაშვები და ვისაც დანაშაული აქვს, ისინი გაგვიშვათ ციხეში. მაგრამ მაგის ამბობს რომ ჩაახშეს ეს რევოლუცია. კი, მანდ მივდივარ.
მაგრამ დღეს მათი პროპაგანდისტები საუბრობენ, რომ ხო გადაგიარეთ, ხო მოგერიეთ. ვისი ხელით მოგვერივნე? გომელაურის და ლილუაშვილის. ახლა კობახიძის ხელით ხო არ მოგვრევიან? ოხანაშვილის ხელით ხო არ მოგვრევიან? გელაგელაძის ხელით ხო არ მოგვრევიან? გეკა. ну ოფიციალურად ამას ხო არ მოგვერევიან. და ამ ადამიანების გაშვება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, როგორც არ უნდა მათ დავალიანება ქონოდათ ბიზნეს წინაშე და რა თანამდებობაზე მყოფ გომელაურს და თანამდებობაზე მყოფ ლილუაშვილს ვერ მოატანინებდა ბიზნეს, ხა იმათმაც იციან რომ ბიზნეს ზურგით აქვს ის გავლენებით და ის რაც ფული იშოვეს, ხო? შესაბამისად, მათ ლოიალობაში, ან თუ ლოიალობაში არა, ყოველ შემთხვევაში მათ ეფექტურობასა და სანდოობაში გაუჩნდა ბიზნეს ეჭვი. რომ კი ამ ხალხმა რევოლუცია მომაგერიებინა, მაგრამ ამ ხალხის შინაგან საქმეთა მინისტრობის, ამ ხალხის სუსის უფროსობის პირობებში, აგერ შუა რუსთაველზე, შუა ჭავჭავაძეზე მოკლეს ადამიანი, რომელიც ჩამოსული არის იმ განცდით, რომ ბიზნეს საქართველოში რატო უღირდა ამ კაცის მკვლელობისთვის ფასის გადახდევინება ბიზნეს იმათ რომ თავისი ორი ყველაზე ლოიალური პირი გაეშვა, ანუ ბიზნეს კიდე ერთი ამბავია მან ბაჩიაშვილი გაიქცა. ამ ხალხს. კი. და ლევან აი ამ კითხვას გავცემ და ნახე, ეკა აქ საუბარი კი არ არის კონკრეტული პერსონის მნიშვნელობაზე. ან კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ღირებულებაზე. აქ საუბარი არის სისტემაზე. ბიზნესა თუ იმდენს ვერ აკონტროლებს, რომ მის საქართველოში შეკვეთილი მკვლელობა ხდება იმ ადამიანის, ვისაც უსაფრთხოდ მიაჩნია, ხო მაგალითად, ჩვენ რო რაღაცა დაგვემართოს ამ სტუდიიდან გასვლის მერე, ჩვენ ბიზნეს მიმართ ესეთი პრეტენზია არ გვექნება, რომ ბიზნეს ხელში დაცულად კი არ ვთქვათ პირიქით. არავის არ მოხდიან ბექარი. კი, რისკის წინაშე. მაგრამ ხო არის ხალხი, ვინც ბიზნეს პირობებში ფიქრობს, რომ უსაფრთხოების გარანტიები აქვს და ბიზნესთვის მნიშვნელოვანია სწორედაც, რომ ესეთი ხალხი იყოს დაცული. და თუ ეს ვერ ხდება, მაშინ ბიზნესა პასუხს თხოვს იმ ადამიანებს, ვისაც ეს უნდა არის შიშის ფაქტორი ჯანგველაძის მიმართ, იმიტომ რომ მოდი გავიხსენოთ ეს ივანიშვილს სასტიკად საშინლად ეშინოდა ბადრი პატარკაციშვილის რატო უჭერდა მხარს ის თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას? არა იმიტომ რომ დასავლური ღირებულებები მოწონა და ქვეყნის მოდერნიზაცია, ვესტერნიზაციას და სახელმწიფოს შექმნას გულშემატკივრობდა, არამედ იმიტომ რომ ფიქრობდა რომ ის დაიცავდა მას პატარკაციშვილისგან. და როგორც კი პატარკაციშვილის განეიტრალება მოხდა და ის აღარ იყო მისთვის საფრთხე, მერე გამოვიდა სააშკარაოზე. მანამდე სახეზე არ ყავდა ნანახი ეს კაცი. არ ვფიქრობ, რომ ბიზნეს დღეს ვინმეს მიმართ პერსონალური შიშები გარდა პუტინისა ესე ქონდეს. ან ბიზნესის სისტემა, არა, ვერც ერთი კრიმინალის შიში ბიზნესს ვერ ექნება, იმიტომ რომ ბიზნეს ხელშია ყველაფერი საქართველოში, მისი მარიონეტები არიან ახლა აქ, ვინც თავს კრიმინალებად წარმოადგენს და ავტორიტეტებად წარმოადგენენ და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება, რომ თავისუფლებაში იყოს კრიმინალური ავტორიტეტი ბიზნეს სისტემის ნების გარეშე? როგორ შეიძლება? შეუძლია ვერ გადაადგილდება. მე მეც ვეთანხმები ეკას მე არ მგონია რომ ბიზნეს კონკრეტული კრიმინალის ეშინოდეს ბოლო 50-დან 70,000 კაცამდე იცავს ფიზიკურად. ახლა ამ პირობებში ვინმეს ეშინოდეს მე ეჭვმეპარება, მას უბრალოდ შეიძლება ზოგადი შიშები. მაშინ პუტინის რატო ეშინია? ეს პუტინი ყოველ შემძლე კი არ არის, ისე რა მოსკოვიდან რო საწამლავი ჩაუყაროს. თუ ვინმე შეაღწია იქ, შეიძლება პუტინის დავალებით შეაღწიოს და შეიძლება ჯანგველაძის დავალებით. ისე ვამბობ სიტყვაზე. ხო და მე მაგას ვამბობ, რომ არ მგონია რომ ვინმეს პერსონალური შიში კონდეს, მაგრამ ზოგადად რო შიში აქვს ფაქტია. შიში აქვს, ჯანგველაძის ძმის ამბავი საერთოდ არ იყო მომხდარი. კაცი დრონების ბადეებს უკიმავდა და ისა რა ქვია შუშებს აკეთებდა ტყვია გაუნტარს, ხო? ანუ ბიზნესა არის ადამიანი, რომელსაც ზოგადად მის უსაფრთხოებაზე აქვს პარანოიდალური დამოკიდებულება. კი ბატონო. ბევრი შიშები აქვს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ვინმეს ეშინია. მათ შორის შეიძლება პუტინისაც არ ეშინოს. არ გამოვიწყდა. უბრალოდ მას თავის საკუთარ უსაფრთხოებაზე აქვს ზედმეტად ყურად აი ბილად რო თქვა ზედმეტად ყურადღება საქცევს საკუთარ უსაფრთხოებას. ამიტომ ის თვითმფრინავითაც თუ გახსოვთ ერთმანეთს აღარ დაფრინავდა. მანქანით გადაადგილდებოდა, რა ვიცი, ბადეებს ჭიმავდა, ტყვია გაუნტარ შუშას იფარებდა წინ და გახსოვს ხო ეს თვითონ რო იდგა შუშაში და დაანჩენები გარეთ რო იდგა.
ეგეთ დამოკიდებულება სხვების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, ვინც მას ემსახურება. ის თulis რომ ესენი არიან მოსამსახურეები, ის ხო არ უყურებს ამათ როგორც თანასწორებს. ანუ თავარია თვითონ იყოს უსაფრთხოდ და უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ესე რაღაცა კონკრეტულმა ეს რაღაცა ვიღაცა მოკლეს საქართველოში და ამიტომ ახლა მე არ მომკლან ასე კონკრეტულად არა, მაგრამ შეიძლება ის კრიმინალური ხო. მას აქვს შიში რომ მისი სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ეს ჩანს მისი ქცევიდან, საერთოდ არ გჭირდება რაღაცა ვიღაცის ნათქვამი, ვიღაცის ძებნა, ვინც ამ ინფორმაციას გამოიტანს. ჩვენი თვალით უყურებთ, რომ ამ კაცს ახლა კი არ დაწყებია 2012 წელს. გახსოვს ფერადკანიანი დაცვა რო ყავდა? ქართველი დაცვის სამსახური არ ყავდა, შეიძლება რაღაც ნაწილი ყავდა, მაგრამ უშუალოდ არ ემდებოდა. რამდენიმე ამერიკელი იყო მე მგონი და კიდე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ამ კაცს არ აქვს ნდობა არავის მიმართ აბსოლუტურად. და ის რაც მას ახლა ჭირს, ზუსტად მაქედან გამომდინარეა, წეღარაზე ვსაუბრობდი, რომ იმდენად დაკარგა ნდობა მისი ირგვლივ მყოფი ხალხის მიმართ, რომ დარჩა მხოლოდ ერთადერთი კაცი, ვისაც ენდობა. ვისაც ჩააბარა სუსი, ვისაც ჩააბარა შესუსი. ხო და ეს ცალკე თემად გამოვიტანოთ. ბატონი რა ქვიან კაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ჩუბინიძე ბატონი ანზორი, რომელიც უნიშნავს დაცვებს ამ ხალხს და ყავს თავისი მოსმენების სამსახური და იმედი აქვს ბიზნესს რომ ის ბატონი ანზორი გააკონტროლებს კობახიძეს, მაგრამ ესე არ ხდება. კობახიძეს ბატონი ანზორი ვერ გააკონტროლებს, თუ კობახიძე ამას მოინდომებს და თუ გაბედავს. ამიტომ ბიზნეს ადგილზე ჯანგველაძეზე არ ვინერვიულებდი, თუ იმაზე ვინერვიულებდი, ის იქნებოდა ის კლანი, რომელსაც ყველაფერი ჩააბარა. კარგი, ეხლა ეს მივყვეთ ვინ მოკლა. ხო და ნახე ეს შიში ბიზნეს ის კი არ არის რომ რაღაც კონკრეტული პერსონის მიმართ შიში. აქ არის ერთადერთი შიში რომ თუ აღქმა იქნება რომ ბიზნეს ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს, აი ეს აღქმა თუ გაჩნდა მისიანებში, ხვალვე ხუხულასავით ჩამოიშლება ძალაუფლება. ამის შიში აქ ბიზნეს და არა ის რომ აი ეხლა ხო მაგრამ ბექა ეხლა მეუბნები რომ ლილუაშვილი რომელსაც ყაწყობილი ქონდა სისტემა ასევე რა ქვია საქმეში ესა ეჭვმიტანილი კი არ არის პირიქით ბიზნეს ეს არა მაგრამ ლოგიკა რაშია მოდი მურთასთან გადავიდეთ ხო სანამ ამ კრიმინალებზე გადავალთ ესე იგი გომელაური და ლილუაშვილი ორივე დიდხანს მართავდა სისტემას ალბათ თქვენ უკეთესად იცით რომ სისტემას რომ მართავს ერთი პირი მას აქვს ფესვი გადგმული მას ყავს თავისი ერთგული ადამიანები და ეს სისტემა უკვე შეჩვეულია მის ქვეშ ფუნქციონირებას ხო ეხლა ლილუაშვილიზე და მასე კი არა ვართ მაღალი აზრის რასაკვირველია გომელაურზე მაგრამ ეხლა ხოხანაშვილი და გეკაგელაძე და დინარაძე უფრო უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ვიდრე ესენი ანუ მე ვკითხულობ მესმის ხო არა იცით ნახეთ როგორ შევხედოთ ასევე მე სხვა რაღაცას მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება ხალხის იმ პროტესტმა რაც აი 250 დღეა მიმდინარეობს ეს პროტესტი ხო ეს არის აი შეგრძნებ ანუ რატომ უნდა დომოდა მოწონებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი რომელსაც ვერ უზრუნველყო მისი მშვიდი ძილი და როდესაც ხალხი ღელავს და ეს გრძელდება 200 დღეზე მეტი ბიზნესი არ ზინავს შვიდად ხო ხო და ეხლა გეკა უზრუნველყოფს ისეთივე აქციები რო იყოს ვერ უზრუნველყო ის გააგდო რაში ჭირდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც ამას ვერ მოუგვარებდა რომ რუსთავაზე არ იყოს პროტესტი რაში ჭირდებოდა უშიშროების მინისტრი მოდი გეკა დავტესტოთ ეხლა და გავიდეთ ბოლოში მივიდეთ რაში ჭირდებოდა უშიშროების მინისტრი უზარმაზარი ბიუჯეტით შავით თუ თეთრით კოლოსალურით რომელმაც ვერ უზრუნველყო ის ბიზნეს გადმოსახედიდან შეხვდა, რომელსაც ერთი ოპოზიციური დეპუტატიც კი ვერ შემოიყვანა პარლამენტში. აი რა გიჭირდებოდა ბიზნეს ვიღაცა გრიგოლა მაგრამ ლილუაშვილი. ესენი შემოიყვანენ? ისინი ხო უნდა გააგდოს მისი გადმოსახედი. რაში ჭირდება უშიშროების მინისტრი ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კონფრონტაციაში ხო არ არის კაც ვინმე მართლა აგენტს ხო არ დაძდებს აქ რომ უშიშროება რაც მართლა უნდა აკეთებდეს. მისი გადმოსახედიდან უშიშროებას ჰქონდა ერთ-ერთი ამოცანა. პოლიტიკურად კრიტიკულ ვითარებაში იმ 61 დეპუტატიდან 12 შემოიყვანა პარლამენტში და გამხდარიყო 101 დეპუტატი რაც მას ჭირდებოდა. რისი კოლაფსიც შემდგომ დაიწყო და ეს კოლაფსი დღემდე გრძელდება. აი უბრალოდ აი აღარ რაში ჭირდება ეგ კაცი გააგდო კი სხვა დანიშნავს და მანამ გამოცვლის მე მგონი ეგენ თვითონ დამთავრდებიან მანამდე იმიტომ რომ მე არ მაქვს ეგეთი შეხედულება რომ რაღაცა მორჩა არაფერი არ მორჩენილა იმ პროტესტმა და იმ ამბავმა რაც იყო და გრძელდება გაანადგურა ბიზნეს შიგნიდან და აიძულა ის გაეყარა ყველა ის ადამიანი ვისთანაც ის მიჩვეული იყო მუშაობას ეკა და ეს კაცი არის როგორ ისეთია რა ანუ ჩაკეტილი სოციალურად
მიეჩვია ამ გომელაურს ამდენი წელია ყავს. ხო და ზუსტად მაგას ვამბობ. გააგდო გრიგოლი, გააგდო ეს პროკურორი, ყველა გააგდო, იმიტომ რომ ვერ დავარცხნა ვითარება, გესმის? ვერ დავარცხნა ვითარება. ეხო მარტო ბიძინა იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მან როგორ ხდება? მარტო ბიძინაზე არ არის საუბარი, ყველა სოციუმში და ყველა სტრუქტურაში ასე ხდება და ყველა საზოგადოებაში, როცა არის კრიზისი, როცა არის სტრესი, ის ერთა ჯგუფი, რომელიცაც ბატონამდე მიაქვს ნათქვამი და ვის ასესაც ითვალისწინებს, ძალიან ვიწროვდება. ყველა განეგრეა. მარტო ბიძინა კი არა უნიკალური, ახლა ჩვენ რო რაღაცა გავაკეთოთ, რაღაც ორგანიზაცია, როცა კრიზისი დაგვიდგება, ადამიანი ვინც გადაწყვეტილებას იღებს, უფრო ნაკლებ ადამიანს მოусმენს, ვიდრე უსმენდა დაუშვათ კრიზისამდე. იგივე ჭირს ახლა ბიძინასაც, ის უსმენს ბევრად უფრო ცოტა ადამიანს, ვიდრე უსმენდა მანამდე. და ბევრად ცოტა ადამიანის მოსმენაში ფაქტია, რომ ამ წრეში თუ ვინმე შედის, პირველ რიგში შედის ირაკლი კობახიძე და ის ჩემი აზრით თulis, რომ ერთადერთი ვინც მის დავალებებს ასრულებს ზედმიწევნით და ვინც ყველაზე ეფექტურია, არის ირაკლი კობახიძე. და ირაკლი კობახიძეს როცა ბიძინას ყურამდე მისასვლელი აქვს ყველაზე მარტივი გზა, შესაბამისად ირაკლი კობახიძეს აქვს გავლენა, რომ ის ხალხი, ვინც მას არ მოსწონს და თulis რომ რაღაცას არაკეთებენ ან პირადად პიროვნული აქვს რამე, ის ხალხი მოიშოროს ბიძინას ხელით. მათ შორის ბიძინასთან საუბრით. რომ ეს რად გინდა, აგერ ბაჩიაშვილი გაექცა, აგერ კაცი მოკლეს და ვერაფერი გაიგო, აგერ რევოლუციას გიწყობდნენ ბატონო ბიძინა თურმე და ვერაფერი ვერ გაიგო ამ შენმა ლილუაშვილმა. რად გინდა, მოვიშოროთ რა ეს ხალხი რა. აგერ მე ხო მენდობი, ხო იცი რომ საქმის მკეთებელი ვარ. მე აგერ ეს ჩემი მეგობარია, კაი კაცია, ვიცი რასაც გააკეთებს, პასუხისმგებელი ვარ, მოდი ეს კაცი დავნიშნი. მოკლედ ეს ხალხი უნდა დავტესტოთ ქართველო ხალხო. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ერთ დღეში მიიღო ბიძინამ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ როცა ყოველდღე ამას გელაპარაკებიან და როცა ძალიან ვიწრო ჯგუფს აქვს შენთან კონტაქტი და რეალობის შეგრძნებას კარგავ, საბოლოოდ მიდიხარ შენთვის ფატალურ გადაწყვეტილებამ. და აბა როგორ იცვლებიან ავტორიტარები და დიქტატორები. აი თუ რა თქმა უნდა რაღაცა. ანუ ფიქრობ რომ ეს ფატალური გადაწყვეტილება, როცა არა, შეიძლება არ იყოს მისთვის ფატალური. სხვათა შორის ლევან შენი ნათქვამი უნდა ორ მოსმენილ ამბავს მოვყვები. ერთი ჩემმა მეგობარმა სახელსაგვარს არ დავასახელებ, რომელიც წლები მუშაობდა ივანიშვილთან მოსკოვში, მე ჩამოვიდა და 2012-შივე მეუბნებოდა თუ როგორ შლექთან მქონდა საქმე და ძალიან კარგად ხედავდა მომავალს და ზუსტად ახტარასაც ხედავდა. მან მითხრა რომ აი ეს გადაწყვეტილება მოიშოროს მისი ერთგული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მოყვებიან ბალანსის პოლიტიკაზე, შიდა ბალანსის პოლიტიკაზე უარი თქვას და არჩევანი გააკეთოს ერთ კაცზე, ეს არის ძალიან დიდი კრიზისის მაჩვენებელი მისთვის, იმიტომ რომ ასეთი რამ რუსეთში, როცა მე მასთან ვიყავი, გააკეთა ერთხელ, როდესაც იყო ძალიან მძიმე კრიზისში. ეს ერთი და მეორე გუშინ შემხლა ტაქსის მძღოლი, რომელიც აღმოჩნდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც გავიდა პენსიაში, ეკუთვნოდა და რომელიც მამაც მითხრა, რომ აი რაღაც ამოვისუნთქე ამ სისტემიდან რომ წავედი, მაგრამ ეს საინტერესოა, მაგრამ საინტერესო უფრო ის არის, რაც მითხრა, როგორ შეწუხდნენ კრიმინალური პოლიციის ხალხი და არა მარტო კრიმინალური პოლიციის ხარებას გაშვების შემდეგ. არა იმიტომ რომ ხარებას გულშემატკივრობდნენ, არამედ დასვეს კითხვა, თუ ხარებას გაუკეთეს ესეთი რამ, ჩვენ რა ბედი გველის. ანუ ეს ხო, ანუ ორი თვალსაზრისით არის დემორალიზების გაკეთება სისტემისთვის. ერთი დრო შენ ერთ კაცი ახდენ იმას და ბალანსის პოლიტიკას ანაცვლებ ერთ კაცზე დაყრდნობით და მეორე ჩდება კითხვა, რომ ამ კაცს თან გადავყევით. თან გადაყვნენ ვიღაცები, დაისანქცირეს თავი ხარ, რაც არ უნდა ქეში ეძლიათ, ხო, ხა და იმაში რო ხარ მაგნიტსკის სიაში, ხო, იმას ვერანაირი ბიძინას მოცემული ქეში ვერ გაგიბათილებს, ხო, და დაგიკომპენსირებს. ჩვენ რა გოშოლება? თქვენ დაგიმხიათ, თქვენ დაამხეთ ხალხო, კაცო, რა, აი ხა მართლა გისმენთ და აი ბექამ გააგდო გილაური, ისა გომელაური. ბექამ როცა შეუპოვრად ერთხელ დააკავეს, გამოვიდა აქციაზე მივიდა. ბექამ მოხსნა ესა რა ქვია გომელაური, მართლა ბიძინას ხარ მოუხსნია კაცო. დაამხო ივანიშვილის კონსტრუირებული ეშინაგა საქმეთა სამინისტრო გადაამტვრია ამ კაცმა. თქვენი შეუპოვრობით ვარ შეგეშინიათ ლაპარაკობთ. ბიძინა თავისი იმ კონსტრუქციით, რაც მან ააგო ამ 13 წლის განმავლობაში 80%-იანი მაჩვენებლით დანგრეულია ეხლა.
მოიწვია პარლამენტიდან ერთ კაბინეტში მჯდომი ეს ბიჭები, რომლებიც ჯერ შარშან უმტკიცებდნენ, რომ პრობლემა არ იქნება რუსული კანონის მიღება და მე წელს რომ არა მიდი მიაწვეს გომელაური არ გაჩერდე კიდე ცემოს კიდე აი ეს ხალხი ვიღაცა 7-8 მე თუ მკითხავ აბსოლუტურად არაფრის მწოდნე აბსოლუტურად აი გავტესტოთ თქვენ რომ ეს ხალხი კიდე უფრო მარტივად ჩამოიშლება იმ პროტესტმა სხვა გზა არ გავტესტეთ დამთავრებული გასულ ერთი ბოლო ჯებირი დარჩა გეკა უნდა გავტესტოთ და ისა ხო ოხანაში თქვენი გაშვებულია ყველა ეს მინისტრები და უშიშროების თუ საშიშროების მინისტრები ყველა თქვენი გაშვებულია ხალხო და აი მაყურებელს ვეუბნები ყველა ვინც რუსთაველზე იდგა დგას და დღესაც არ მალავს ტროლებუსში თუ კი არა ტროლებუსი აქ არ არის ავტობუსში ოცნების კოორდინატორი რომ ხმას ვერ იღებს ეკა უბრალოდ ხმას ვერ იღებს იმიტომ რომ ჩაქოლავენ იქა ვერბალურად რა თქმა უნდა ის რომ ქუჩაში კოცი ვერ აფქოს თავის იდეოლოგიას იმ ზუსტად იცის რომ თბილისში ეზიზღებათ ეს კოცური იდეოლოგია ამან მოიტანა ეგ შედეგი და ეხა ჩვენი სათვლელი კი არ არის ყველა ამ ბოგანომ ბიზნესზე ახლა იმდენი ვიმჯელეთ რაღაცა შეგრძნება გამიშთა რომ კაი გეხვეწებით ხალხო ვაჟაბშაველაზე არ მჯელობს ამდენ სამწუხაროდ ილია ჭავჭავაძეზე ერთი ბოგანო გამდიდრებული ბოგანო ხო მაგრამ ეს ჩვენი ყველა სახელმწიფოებას გვართ მოდი მე რა თქვენ არ გასაგდებია და გავაგდოთ რა ამ კრიპტოს სინდიკატებზე მე დავიწყებ ლაპარაკს ზანეთ არა მე ხო ანუ ეს იმიტომ რომ ეხლა ჯანგველაძის ამბავი რატო დავიწყე ხო ამ ჯანგველაძე ვინც მოკლა ის იდენტიფიცირებულია რომ როგორც ვინმე ჯოხაძის დაცვის წევრი რომელიც არის ასევე კანონიერი ქურდი რომელიც დაკავშირებულია მიქაძეებთან გავახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ მიქაძეები არიან ასევე ესეთ კანონიერი ქურდის სტატუსი ხო ვიღაცა მოკლედ ორი ძმა ავტორიტეტი რომელიც როგორც ჩვენ ვიცით ესენი განაგებდნენ ქუჩის ტიტუშკებს ამ აქციების დროს და ზუსტად აი თაწმინდაზე იყო ამ ტიტუშკების ისა. მოდი გააგრძელეთ და მე როგორ არის დაკავშირებული ოხანებასთან. ეს ხალხი რა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ რა. აი ხა ძალიან აქტიურად არის არ გადახვიდე ხა მე მითხარი არა უნდა გადავიდეთ ბიზნესზე ვლაპარაკოთ ხა ეს კრიმინალები არა კრიმინალები არა კრიმინალები ხა რატო არის საინტერესო იმიტომ რომ არა რას მომიცი ანუ რატო არ უნდა ვლაპარაკოთ რაღაც ისე დასვი ეგ კითხვა რომ თითქოს ვინმე რამეს ერიდებოდეს არა უბრალოდ მინდა რომ ამაზეც ვლაპარაკოთ იმიტომ რომ საინტერესო თემაა უბრალოდ ანუ ჩვენ აქ საუბრობთ სათავეზე და მაგიტო თორე ჩავიდეთ ახლა მაგაზეც არა პრობლემა რეალურად ახლა ძალიან პოპულარულია ხო სისტემური ოპოზიცია და სისტემური ისინი არიან სისტემური კრიმინალები ესენი არ არიან იდეური კრიმინალები არასდროს ხო ახლა იდეური კრიმინალის გაგება არის იდეური კრიმინალი რას ნიშნავს ვინც ისაც არა გარანტირებული ცხოვრება ამათ გარანტირებული ცხოვრებასთან არ თანამშრომლობს ვინც ჩადის დანაშაულს ახლა რამე ეს უპირატესობას კი არ ანიჭებს რომ რაღაც რომანტიზება მოხდეს მაგიტო კი არ მომეკა მაგრამ ანუ არის კრიმინალები ვინც არ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და ვინც სუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურის ლოიალისტი არ არის ეს ხალხი ხა ვინც ჩამოთვალე ამათი არსებობა წარმოუდგენელი და ამათი ფრთების გაშლა წარმოუდგენელი იქნებოდა ოთარ ფარცხალაძის ხო მაგიტო მივდივარ ოთარ ფარცხალაძის მაცავენაზე რო ვთქვათ კრიშის გარეშე და ისინი რომ მასთან დაკავშირებული პირები არიან ამაზე მედიაში უამრავი ინფორმაცია და ისინი რომ ამ აქციების პროცესში გამოიყენებოდნენ და დიდი სკანდალიც მოყვა გვახსოვს როდესაც დაესხნენ თავს მაკაჩიხლაძეს და ტელევიზორის გადამღებ ჯგუფს საუბარი იყო რომ სწორედაც ამ პირების მიერ მართული ქუჩის ბიჭები, ნუ ეხა მაგაცაც ვერ ვიტყვით ვერანაირად რომ იდეური კრიმინალები არიან, იმიტომ ეხა ჟურნალისტ რო თავს დაესხები ნიღბით, არანაირ კრიმინალურ გაგებაში ეგ არ ჯდება, ხო? პოლიცია რო გაიკეთებს დერეფანს მოგიყვანს და მე რო გაგიყვანს ეს არავით არ ანუ ისინი არიან ჩვეულებრივი სუსის ოღონდ არაფორმალური თანამშრომლები რა. ეს არა ეხლა ეს კითხავს რატოსა ვიცი ეხლა რატოსა ამ კითხავს რომ გასაგები იყოს ხო კრიმინალებთან ანუ კრიმინალებზე სალაპარაკოთ კი არა აქეთ ჯგუფში მე ვიცით რომ შემოიყვანა ვატო ყიფიანი და ეხლა არის მთავარი ფულის ამომღები როგორც ამბობენ ვატო ყიფიანი და მეორე მხარეს ამ ვატო ყიფიანის მოპირდა ანუ დაპირისპირებულ ბანაკში დარჩა ფარცხალაძე
ეს მიქაძეები, მათ შორის ნოშიკორც ნამორაძეც, რომელიც არის ძალიან დაპირისპირებული ამ ვატოყიფიანთან და ძველი გარჩევები აქვს. თვითონ შიგნით ივანიშვილს კი არა, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეხლა ამ ფარცხალაძეს, ლილუაშვილს, გომელაურს და იმას არ ეკნებათ მიზეზი, რომ აი კობახიძე, მდინარაძე და ოხანაშვილის წინააღმდეგ დაიწყონ ბრძოლა. ანუ ივანიშვილზე არ ვლაპარაკობ რა. იჯდებიან ჩუმად იქამდე და წყნარად იქამდე სანამ არ მიაკითხავენ ოხანაშვილები და გელაძეები, იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან ბევრი რამე დასაკარგი. მიაკითხეს და ფულს თხოვენ. ფულის მოთხოვნა ერთია, გააჩნია რამდენს გთხოვენ და რამდენი საშუალება გაქვთ და რამდენი შეიძლება დაკარგო. თუ იმდენს თხოვენ რომ არა აქვს საშუალება რომ მაგდენი მიიტანონ ყველაფერს ართმევენ. რიჟვაძეს მაგალითზე რა გამოჩნდა? რიჟვაძეს მაგალითზე არ ვიცი, რიჟვაძეს მაგალითზე კონკრეტულად რამდენს თხოვდნენ და რა. ხოცხალეთავით რო არ მიცაენ გამოჩნდა. ფაქტია რომ მე ან კაცი ან თავს იკლავდა, ან კლავდნენ. ჩემი აზრით თუ გაინტერესებს, მე მგონია რომ თავს იკლავდა მართლა და ის წერილიც მისი დაწერილია, იმიტომ რომ ამათი დაწერილი რო იყოს იმ წერილში არ ჩაწერდნენ ჩემ რაღაცა მეგობრებს თავი დაანებეთო, აი ეგ რატო უნდა დაწერო თუ შენ თვითონ წერილს, ანუ უწერ კაც რომელსაც კლავენ, ამიტომ მე მგონია რომ ეს უბრალოდ მის დაწერილია, მაგრამ ეს რიჟვაძე ფაქტიურად გადარჩენილია როგორც ფიზიკურად და ისე როგორც ამ ფულის ამოღების კუთხით შეიძლება რაღაც მიტანა მაინც მოუწიოს, მაგრამ ბევრს არ მიატანებენ, იმიტომ რომ ახლა დაიდება 딜ი, შეთანხმება, რომ შენ იყავი ჩუმად, ხმა არ მოიღო, თქვი რომ აი ოპოზიცია ამბობდა ჩემზე ბარიგა არისო და ამიტომ ვიკლავდი თავსო და რა გინდა ის რასაც გთხოვდნენ, იმდეს აღარ მოგთხოვთ. აი ეს შეთანხმება დაიდება, მის ოჯახსაც ეხნება საშუალება ან ამ ქვეყანაში იცხოვროს, ან როგორც მინიმუმ აქედან გავიდნენ რომ ისე რომ არავინ არ შეეხოს და ასე დამთავრდება ეგ ამბავი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ დამთავრდება. უბრალოდ ამ ხალხს ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაც. ეს ხალხი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი უშვებს, ეს ხალხი არის უკიდურესად მხდალი ხალხი. ყველა აბსოლუტურად არის ძალიან მხდალი ხალხი. ეს ხალხი არანაირი ხმის ამომღები არ არიან და შეიძლება რაღაცა კუხნაში ილაპარაკონ, რაღაც ამზარეულოში და ბიძინაზე რაღაცები თქვა. მე როგორც ვიცი, კბილებს ილესავენ კობახიძეზე. კბილებს შეიძლება ილესავენ, მაგრამ სანამ ბიძინას აქვს აი ბექამრასკო წეღან ის სიტუაცია, როცა ყველა მიცის რომ ის აკონტროლებს ყველაფერს, მანამ მის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გაბედავ. და ბექარასაც ამბობდა მას უნდა რომ ბიძინა ივანიშვილს რომ მასე არავინ არ იფიქროს, რომ ის სიტუაციას ვერ აკონტროლებს. თუ ვინმე ეგ იფიქრა და ხალხმა იფიქრა ეგ, იმ წუთას დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება. არა მარტო გელაძე და რა უშლით ხალხს რომ იფიქროს? ნებისმიერი ავტორიტარის ძალაუფლება რას ედგას? დგას იმაზე რომ მას ის აკონტროლებს ყველაფერს და მას შეუძლია ყველაფრის გაკეთება. მეტი არაფერზე არ დგას. გინდა პუტინის ძალაუფლება რაზე დგას? რა იქ რომ მოინდომონ 100 ჯერ და 1000 ჯერ და 10000 ჯერ მეტი პული აქვს, ვიდრე ამ ვიღაცებს, ვინც ბიძინამ ახლა გაუშვა, ხო? რატო ვერ უბედავენ მას? ვერ უბედავენ, იმიტომ რომ მას არის განცდა, რომ ის ყველაფერს აკონტროლებს. და ეს ამ განცდით აკონტროლებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, საზოგადოება, ანუ ძალაუფლება სად არის? ძალაუფლება არის იქ, სადაც საზოგადოება თვითონ ძალაუფლება. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ ბიძინას ძალაუფლება აღარ აქვს, დამთავრებულია ბიძინას ძალაუფლება. სანამ ჩვენში ყველაში განცდა არის, რომ ბიძინა ყველაფერს აკონტროლებს, მანამდე ბიძინას ვერ გაუბედავს ეს ხალხი ვერაფერს. იმიტომ რომ ზედმეტად ცირეები არიან ამისთვის, რომ რამე გაუბედოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეიძლება არ მოხდეს. ყოველთვის შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი, მაგრამ ამ ხალხის ქცევაზე ხო ამდენი წელი ვაკვირდებთ ამ ხალხის ქცევას. ამ ხალხის ქცევაში არ ზის, რომ ბატონს რამე გაუბედო. არასდროს არ გაუბედიათ. ანუ ამ ყველაფერს გადაყლაპავენ არა. ეკა. ნუ ხო. რაღაცა ცირეს დაუტოვებენ, რომ სულ თლად ბოლომდე არ გაანადგურონ. მოლოდინი იმის, რომ ეს ხტალები ვინმე ჯოხაძე, ვინმე მიქაძეები, ვინმე ფარცხალაძე მოკავშირე გახდება ბიძინასთან ბრძოლის პროცესში. არა, ჩვენი არა, კაცო, ჩვენ მართლა დაგვიფაროს ეგეთი მოკავშირეებისგან, მე ვამბობ, რომ შიდა დაპირისპირება გახდება თუ არა ძალიან უკიდურესად მწვავე. ანუ შიდა დაპირისპირება რო ძლიერი გახდეს, უნდა არსებობდეს რამდენიმე ცენტრი, ხო? ესენი ცენტრი არ არიან.
ესენი არიან ბიძინას ისეთივე ხელის ბიჭები, ეხლა რომ ამბობ, რომ ახალი ჯგუფები ჩაანაცვლა. ხო, ვიღაცა ვატო ყიფიანით, რომელიც მანამდე არ იყო, მანამდე ფეიქ რიშვილები ასევე სახელდება, ვიღაც ამიკო, ვიღაც ბერას მეგობარი ყოფილა. კი, ამბობენ ეს რეპერი ამიკო თუ კომიკოსი ვეღარ გავიგე. ეხლა რაღაც იარაღი გაიჩინა კამარში და ბანდიტობანას თამაშობს. ნახე, აქ თუ კურთხევა არ მოდის ძალაუფლების ცენტრიდან, მე მურთას ვეთანხმები იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი დავინახოთ ჩვენ ისე რომ აი რაღაც მაგარი ტიპი არა, მაგრამ ნუ ფაქტობრივი მოცემულობაა რომ დღეს ის მართავს პროცესს, ხო? ამ კრიმინალური სინდიკატების იქნება თუ კრიმინალურ სინდიკატად ქცეული შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსის მეშვეობით, ნუ მართავს, ხო? სანამ ბიძინასთვის არიან სასარგებლონი, მანამ გამოიყენებს. ბიძინასთვის იქნებიან უსარგებლონი ან ქვეყნიდან გაყრის, ან ციხეში ჩასვამს. ყველა ეს ადამიანი დღეს თავიანთი აქტივობით ბიძინას უმტკიცებს ერთგულებას, თორემ რაღაც თავის იდეურ კრიმინალურ დღის წესრიგს კი არ მიყვება. ბიძინასადმი ერთგულების დამტკიცება მიდის და ნუ რა თქმა უნდა ფულთან არის ეს ყველაფერი, ჯილდოფულია. ხო, არა, ფული, იმიტომ რომ ერთი ის რომ ხა ივანიშვილი ჩვენ გვახსოვს, ხო, ცნობილი მურთას კარგად გემახსოვრება თქვენ, მე მგონი ნათესავი რო დააჭერინა ვან მერაბიშვილის ჩემამდე იყო ეს ამბები, მაგრამ მინისტრობის დროს მე გითხრათ განცხადება მისი მეზობელი რომელიც მოაწყო რომელიღაც კომპანიაში მის კომპანიაში დარაჯა თუ რაღაცად იყო ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივი მაცხოვრებელი სოფლის მე რაღაცა 20 ლიტრად ნავთი თუ რაღაც ის ტრაქტორიდან ჩამოასხა და იმადაც საჩივარი ქონდა შემოტანილი. არ იყო ეს ქვისლის შემთხვევა მხოლოდ ერთად. ხო, ქვისლი დააჭერინა, ხო? კი, ანუ ხო, აი ბევრი იყო ესეთი და ანუ იცის ახლა მის გამაგარემოცვამ ბაჩიაშვილმაც ეს მოყვა, ხო? ანუ რაზე რეაგირებს, რაღაც ამომწყობურად აი ლარსაც რო გამოეკიდება და თქვა მილიონსაც ერთნაირი მონდომებით, აი რაღაცა ეგეთი. და ეხლა არის გამწარებული იმაზე რომ მას ფული აკლდება და მისი დაქვემდებარებული პირები ძალიან ბევრ ფულს შეულობენ, რომ ნელ-ნელა მართალია მის დონეს ვერ გაუსწორდნენ, მაგრამ განსხვავება მასა და მისი გუნდის წევრებს შორის შემცირდა. ეს შეულობენ, ხარჯავენ. პრობლემა 10000-იანი ტორტებით იხდიან დაბადების დღეებს. ანუ ეს განსხვავება კაცი ზის სადღაც იმ აბასტუმანში ვერსად წარმოიდგინეთ 20 ლარი რო დავკარგოთ, ან 100 ლარი რო დავკარგოთ, ისიც კი ახლა არ არის სასიამოვნო ამბავი, ხო? კაც ასობით მილიარდი აქვს სადღაც გაყინული და ამ ფულს ვერ იყენებს. და ამ დროს ესენი აქ ვიღაცები რა, ღარიბაშვილის ნათესავები, ვიღაცა რომეო, რა გვარია ეს, ვიღაცა რომეოები, ხო, მიქაუტაძე. დადიან აქ რაღაც 10000-იან ტორტებს ყიდულობენ და დაბადების დღეებს იხდიან 100,000-იანს. მერე იქ ევროპაში დადიან. ევროპას პრობლემა რო შეექმნა, მივიდნენ ბიძინასთან, ახლა პიდადად რომეო ვერ მივიდოდა, მაგრამ ეს წუწუნი ხო მიდის ბიძინამდე, რომ აი ბატონო ბიძინა იქნება დავლაგდეთ, იმიტომ რომ აი ევროპაში ვერ მივიდოთ, კაც გაგიჟდა რა, ევროპაში ვერ მიდიხარ. 500 მილიარდი, 500 მილიონი მარტო შვეიცარიული ბანკში მაქვს გაჭერებული და ის ფული ვერ ჩავება გაკ და შენ გახარდა წუწუნები იმაზე, რომ მილანში ვერ დადიხარ საშოპინგოდ. ანუ იმის გადმოსახედიდან მილანზე გამახსენდა რამე ფულს არ თხოვს კალაძეს თქვენი ინფორმაციით. რომხავეში ხო საუბრობდა რომ 100 მილიონს ითხოვს კალაძისგან. და კალაძე უნდა რომ დამიკელიო? არ ვიცი რაღაცა რომ ხდება ფაქტია, ხო, ჩაუშალის გუშინ წარდგენება, ხო, ეხლა მედაბექა არა, არტივისის სამინისტრო და შინაგან მხოლოდ ამბუცება შეუულია რომ აფულება დაიწყოს ინფორმაცია, როგორც დაიწყოს მერის გაკეთებული არ იყო ეგა. ჩაუშალეს კონკრეტულად ეს ღონისძიება ის ცალსახაა. ზღურბთან იმასაკ კვანტი გამოსდეს ზღურბთან, რომ აი დამჯდარიყო კანდიდატის ხაზზე. აი ყველაფერი უბედურება დაემართა ეკავი ბიძინას, რაც კი შეიძლება დამართა წელს. გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხი ამბოხდა და ძიმედიაში ჩოგჯერში ყავს ივანიშვილი გარდა მაგისა, დასავლეთმა ფულები დაუყადაღა, რაღაცების ევაკუაციასთან და ნახევარი ევაკუაციის დროს ჩება იქა, ევაკუაცია ნიშნავს, რომ მინიმუმ ნახევარი გეკარგება და ესე არის. განსაკუთრებით უცებ ოფშორული აქტივებიდან ხდება წამოღება, მისიანებმა დაუწყეს გაქურდვა, გავიხსენოთ აქ სხვა და ნუღა დავაბრალეთ, იქ კაც თავისი გაჭირვებია მართა საკანში კვირაში ერთხელ შედიან და ძალადობენ, მაგრამ ესე აღიქმება საზოგადოებაში, რომ მისიანები ქურდავენ მას და
ვიღაცები ეუჩებიან. ოღონდ ბაჩაშვილის შემთხვევაში სულ სხვა რაღაცა იყო. ხო, ანუ არავენ ფულს, კარგავს ფულს. ტიპა კრედიტი აიღო, ჩადო ბიტკოინები იყიდა, კრედიტი დაუბრუნა და ესეუდება ჩემი კრედიტით აიღე, ჩემი კრედიტით გახდი მილიონერი, თუ შეიძლება მეცაც ედავება. ეს პლუს რომ ინვესტიცია ჩადო და არა კრედიტი მისცა. ოცო კრედიტი ხო გადაიხადა იმ კაცმა. ეკა მაგას ხო არ ვარ. არსებითია სხვა რამე არა. ანუ მისი საკუთრება ბაჩაშვილი რასაც იშოვიდა და ნებისმიერი ფორმით მისი უნდა ყოფილიყო. წილი უნდა მიეტანა, იმიტომ რომ ის არ უყურებს სამართლებრივი მან თავარი არგუმენტი ბიზნეს სასარგებლოდ უშუალოდ ბაჩიაშვილთან გარჩევაში, მაგრამ ბიზნეს საბრალდებოდ ნორმალური ხელისუფლების პირობებში, იცი რა არის? ბიზნე რას ამბობს? მარტო ფულს კი არ მიყვება ბიზნე. მე რომ არ ყოფილიყავიო, ეკონომიკური ზონა არ მოეწყობოდაო, იაფი ელექტროენერგია არ გექნებოდაო და მაგის წილში ვარ მეო და მაგის წილში ყოფნა პირდაპირ კრიმინალს ნიშნავს, როგორ ხა შენ ზეგავლენით ვაჭრობა მინიმუმ სხვა რაღაც ხო? ენერგია რომელშიც ჩვენ ბიუჯეტი მურთას ანუ ეხლა სიტუაცია რომ კიდე ერთხელ შევაჯამოთ უმძიმესი ეხლა ჩვენ ივანიშვილისთვისაც ქვეყნისთვისაც თითოეული ჩვენგანისთვისაც ეხლა ვინ გადავრჩებით ამაზეა ლაპარაკი მაგრამ დავივიწყოთ ის რომ დავივიწყოთ მაგრამ თქვა გვერდზე გადავდოთ ერთი წუთით ის რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ ვიზა ლიბერალიზაცია უდიდესი საფრთხის ქვეშ არის ევროპული პერსპექტივა უდიდესი საფრთხის ქვეშ არის დავემსგავსეთ ჩეჩნეთს და ამ ჩეჩნეთში სადაც ამ კრიმინალური გარჩევები ეს კრიმინალური გარჩევები ხო როცა ხდება ვიღაცას და ფულის ამოღება ჯერ თითქოს ჩვენ არ გვეხება მაგრამ თუ ასე გაგრძელდა როგორ შეიძლება აისახოს თითეული ჩვენგანის ყოველდღიურ ყოფაზე აი ხო ვართ 4 სტუდიაში და აგერ არიან თქვენი გუნდის წევრები აი რომელს გაქვთ შეგრძნება იმისა რომ უსაფრთხოდ თქვათ რუსთავაზე აქციაზე მიხვალ და უსაფრთხოდ სახში დაბრუნდებით ხო არც ერთ ხო ზოგიერთი სახში მისვლას ხო რა არავის ანუ ეს მომენტი წაშლილია რა თქმა უნდა ოღონდ მე მაინც ეკა გესმის ხო აი ექსპერტი ასეთია ისეთ მინდა რომ ქართულ ხალხს უნდა გამარჯვება აი ეს უნდა დამთავრდეს მოკლედ რა საჭიროა გამარჯვება ერთი ყველასთვის და ამ გამარჯვების მოსალყებლად ყველა დიდი პატარა ყველა დარაზმულია ის რაც ივანიშვილს დაემართა რასაც შენ ამბობ ეს ჩამოვთვალეთ უბრალოდ ჩვენ აქ ყველაფერი იმიტომ დაემართა რომ ქართულს ხალხს აღარ უნდა მართლობაში ჩვენ ჩამოვთვალეთ ახლა საშინელებები მაგრამ ჩვენ ქვეყანას 1.2 მილიონი ლარი წავაგეთ ხალხო 1.2 მილიონი წავაგეთ აგერ ერთი თვის წინ და უბრალოდ თავრობა არც კი გვეუბნება რას აპირებს გესმის მან მოვურიგდებით ან ვიდავებთ ან რაღაცას ვიზამთ არც კი ამ საქმეს ნამახვან ჰესის ამბავზე არის ლაპარაკი 1.2 მილიონი წაგებული აქვს ხალხო უნდა გვამისდება ეხლა რომ მართლა 600 მილიონი ბიუჯეტი ქონდა კაცო ვარდების რევოლუციამდე 1.2 მილიონი უცებ წავაგეთ ვიღაცამ იმიტომ რომ რაღაც დოკუმენტს სამ დოკუმენტს მოაწერა ხელი მინისტრმა და იქიდან ვიღაცა წარმომადგენელობა თითქოს არაფერი ოცნება ამას ვიღაცა მალავს იმდენი უბედურებები ხდება რომ იმის ქვეშ ეს ნიუსურა და საერთოდ ჩაიკეცა ჩაი ამ დროს წარმოუდგენელი რაღაცა არის რა გარდა ამისა კარგავთ იმას რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ბოლო 30 დიპლომატიური ისა უვიზო პასპორტი მარტო ის ხო არ არის რომ წახვედი და სარჩო იყო ადამიანებისთვის კი 1000 რამე გარდა მაგისა იმ კლუბში მიგვიღეს კარი გაგვიღეს რა ანუ ევროპამ კარი გაგვიყო და გითხრათ თქვენ არ ჭირდება წინასწარ დარეკვა ნებისმიერ თუ სადექით მოდით რა აი როგორც ყოფი ცხოვრებაში ხდება რა და ეხლა ეს კაცი გვეუბნება რომ არაფერი პრობლემა არ არის კაცო ვიყავით ხა გამოგვაგდებენ აგერ რუსეთი წახვალთ რაღაცა როსტოვში პირობითად ამ დროს აზზე მოსულ რუს არ უნდა როსტოვი გესმის რუს არ უნდა აზზე მოსულს აი რაღაც განათლება მიღებულს და ფულის რო იშოვა ეგეთ რუს საერთოდ სამი წიგნი რო აქვს წაკითხული იმას აღარ უნდა პუტინის რუსეთი ეს კაცი ჩვენ თავასობს მოდელს რომელიც რეალურად რუსეთსაც არ უნდა მე ვარ ბატონი თქვენ ხართ ყმები მე ვარ მესაკუთრე თქვენ ხართ ჩემი საკუთრება აი ესეთ მოდელს თავაზობთ ასეთ მოდელს უბრალოდ ვერ მივიღებთ ვერც ერთ ჩვენთაგანი ძალიანაც რომ მოგვინდეს ძალიანაც რომ ყველა შეგვეშინდეს მაინც ვერ მივიღებთ ამას კი ბატონო ნუ ეკა კრიმინალი და ხელისუფლება ესე რომ დავასრულოთ ხო შეჯამება აი ზვიად ათქვეფილი ერთმანეთში ზვიად როდესაც ებრძოდნენ ხშირად საუბრობდა რომ მაფია მებრძვისო ხშირად საუბრობდა ამაზე და მოხდა შემთხვევა როდესაც მაფიამ გაიმარჯვა ხო მაშინ მიშას მიუხედავად ის ვიღაც როგორ აფასებს კრიტიკულად ასე შემდეგ 2012 წლის არჩევნებზე
ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კრიმინალურმა სუბკულტურამ, ხო? ბუნებრივი. მაგრამ ყველა ჯერზე საბოლოო ჯამში საქართველოს მაინც ახერხებს, რომ ფეხზე წამოდგეს. იყო ზვიადის პერიოდი, მერე იყო მიშას პერიოდი. ეხლა თითქოს ცვლადია, ხო, მაგრამ 13 წელი, 14 წელი უკვე რაც ესენი არიან, ხო? არის პერიოდი, როცა ამათი ბოგინი, ამ შემთხვევაში მარტო ივანიშვილზე კი არ არის საუბარი. აი ამ კითხვა დავსვი, მაგრამ იმედია ლევონი ამ აზრის ბოგინი, რომ საქართველოს შეიძლება კრიმინალური მმართველობა, შეიძლება მაფიის მმართველობა იყოს უსასრულო, არა, წელს დასრულდება. ყველაზე გვიან არა მე მაინც ანუ არ არსებობს რომ აი ზემოთ იყოს კრიმინალური სინდიკატი და ეს ქვემოთ არის ჩამოიშალოს და თითოეულ ჩვენგანზე მოახდინოს გავლენა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მე უბრალოდ შეჯამება მინდა. ეგ ახდენს რას ნიშნავს მოახდინოს? ხო, ანუ მე ვამბობ შეიძლება ვიღაცა ადამიანები ვერ გრძნობენ ამას ჯერ. ყოველდღიურობაზე ახდენს, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, შეიძლება ესე პირადად ვიღაცას ესე არ შეეხო ჯერ. მაგრამ კვირა არ გავა, მკვლელობა არ მოხდეს. უკვე ამ გარემოში რო ცხოვრობ, კვირა არ გავა, რომ სროლები არ იყოს, დაჭრა არ იყოს და მასობრივი ჩხუბები არ იყოს. ეს უკვე ახდენს, ეს დეგრადაციას იწვევს და ის რომ თქვა ჩევარდნაძის დროს ყველა უბანში, თქვა ვიღაცა უბანს უყურებდა, ვიღაცა რა, ეს სიტუაცია უკვე ბრუნდება. აი გაიარეთ ბირიჟებზე, ნახეთ რა ხდება. არა მხოლოდ თქვა ურბანულ ცენტრებში, რეგიონებშიც გაიარეთ. ის რომ კრიმინალი უკვე მიადგა საშუალო და მცირე ბიზნესს, ეს ფაქტია, ეს არა მარტო კრიმინალი, ივანიშვილი მიადგა დიდ ბიზნესს და მე კრიმინალი მიადგება დიდ საშუალო და მცირე ბიზნესს. ასე აქვს ხოლმე გადანაწილებული. ეგ დასრულდება აუცილებლად. ლევან. ხო, ამ ქვეყანაში ჩეჩნეთი არ გვაქვს უჯერო. ჩეჩნეთი არ გვაქვს, იმიტომ რომ სანამ ხალხი ჩეჩნეთში ასე ვერ გამოვა, ასე. არა, ეგ კი მე კრიმინალური გარჩევების თვალსაზრისით. მაგ კუთხით არ გვაქვს, იმიტომ რომ აქ ჯერჯერობით მადლობა ღმერთს ხალხი უბრალოდ არ ხრებიან და დაიმარჯვებს ქართველები. ამ ქვეყანაში ჩეჩნეთი არ გამოვა. უბრალოდ შენ თქვი რა გველოდებაო და მე მგონია რომ ადამიანებს არ ჭირდებათ ამის ახსნა, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ჩემი ასაკის ადამიანებს მაინც 90 წლები გამოვიარეთ. ყველაფერი გასაგებია რა იქნება ამ ქვეყანაში. ურთუგებს რო ხდიდნენ ქუჩაში. კი, როცა ქვეყანაში არავინ თავის საქმეს არ აკეთებს ხელისუფლებაში. იქ ხდება ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა ხოლმე. კარმასავით არის რა. იქ რაღაცა პარაპეტი რო კი არა და ბეტონი რო ვარდება და ადამიანებს რო კლავს, ეგეც მაგის შედეგია. ეგ შემთხვევით კი არა. არასაკვირველია. იმიტომ რომ როცა საკუთარი საქმის გარდა ყველაფრით არის დაკავებული ხელისუფლება, იქ ხდება ყველანაირი უბედურება. რაც შორის ყოფითი უბედურებები, რომელიც შეიძლება არც კრიმინალს უკავშირდება, არც ხელისუფლებას არ უნდა რომ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, კალაძის არ უნდა ეს რომ ჩამოვარდნილიყო და ხალხს დაცემოდა თავში, მაგრამ ასე ხდება. სხვანაირად შეუძლებელია. უბრალოდ რო არ გავაგზელო ახლა, მე მინდა ვთქვა ის კი არა რა იქნება ივანიშვილი რო დარჩება. თქვა რა იქნება ივანიშვილი რო არ იქნება. ივანიშვილი როგორც კი არ იქნება ქვეყანაში. 2030 წელს ევროკავშირში ჩევართ. და მანამდე არც უვიზო გაუქმდება. უკეთესადაც ვიცხოვრეთ. უკეთესი ურთიერთობა გვექნება ევროკავშირთან, მათ შორის არა მარტო უვიზო არის ყველაზე მინიმალური რაც სიკეთეც მოაქვს ევროპას. ევროპაში ჩვენ შეგვიძლია გქონდეს თავისუფალი ვაჭრობა, ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრი რაღაც წარმოება, რომელიც შეგვიძლია ევროპაში ყველაზე დიდ ბაზარზე, სოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარზე და ყველაზე მსყიდველ უნარიანზე, რაც თავია. აი ეს ქვეყანა გამდიდრდება, როგორც კი ივანიშვილი არ იქნება და ბექამ ახსენა ზვიად 1999 წლის 9 აპრილს დარწმუნებული ვარ აბსოლუტურ უმრავლესობას ადამიანებისას ვერ წარმოედგინა, რომ რამდენიმე ხანი გავიდა, რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირი უბრალოდ აღარ იარსებოდა. მაგრამ ეს მოხდა. შეიძლება დღეს ადამიანებისთვის წარმოუდგენელი იყოს, რომ ივანიშვილი დასრულდება. იმიტომ რომ როცა დიდი ხანი გრძელდება რაღაცა, უფრო და უფრო რთულდება იმის დაჯერება, რომ ცვლილებები არის შესაძლებელი. და ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება. ბევრად უფრო წარმოუდგენელი ცვლილებები მომხდარა სამყაროში. და ეს ცვლილებაც აუცილებლად მოხდება. და ივანიშვილი რო არ იქნება, ეს ქვეყანა იქნება ბევრად უკეთესი.
მარტო იმიტომ კი არა რომ რაღაცა ბევრ ფულს ვიშოვით, იმიტომ რომ ევროკავშირში რაღაცას გავყიდით. ევროკავშირის წევრიც ვიქნებით, ბევრად უფრო უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ. არ გვექნება იმის შიში რომ რაღაცა ვიღაცა თუმცა ავგიას თავლა გვექნება დასალაგებელი ცალსახად. ბუნებრივად მოხდება და ყველაზე თავარი რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა. ძალიან. ჩვენ ავიცრებით იმაზე, რომ ერთი კაცი არ დავსვათ, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს. ჩვენ ამაზე უკვე აცილები ვართ, უბრალოდ საზოგადოება რომ ყველა საზოგადოება გადის რაღაცა კონკრეტულ ეტაპებს და ჩვენ ამ ეტაპს გავავლით ივანიშვილის დასრულებასთან ერთად. რომ ერთ კაცს არ მივცეთ, ან ერთ პატარა ჯგუფს უფლება, რომ ყველაფერს გადაწყვეტა შეეძლოს. ეს პლუსებთან ერთად მინუსიც არის, იმიტომ რომ გადაწყვეტილება უფრო რთულად მიიღება, ბევრი კამათია, შეიძლება კრიზისი იყოს, მაგრამ ეს არის გაცილებით უკეთესი მმართველობის ფორმა, ვიდრე ის რომ ერთმა კაცმა გადაწყვეტოს, რაც არ უნდა კარგი კაცი იყოს, აი ჩვენ რომ რაღაცა ვთვლიდეთ, ხო, ყველა ვთვლით რომ კარგი ადამიანები ვართ და მხოლოდ კარგი გვინდა. ჩვენც კი ვინც ვთვლით რომ რაღაცა კარგი გაკეთება გვინდა, რაღაც ეტაპზე მივალთ იქამდე, რომ მოვახდენთ ძალაუფლების უზურპაციას, მოვახდენთ ყველაფრის საკუთარ თავზე მორგებას და ამაზე ვიცრებით ახლა. ძალიან მწარეთ, მაგრამ ძალიან მტკივნეულად, მაგრამ ეს ეტაპი იყო გასავლელი და ივანიშვილის დასრულებასთან ერთად ამ ეტაპს გავავლით და ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ვიდრე ახლა ვცხოვრობ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ასეთ იმედიან ტალღაზე დავასრულოთ. ლევან ყურაშვილი, ბექა ბასილაია და მურთა ზოდელავა იყვნენ ჩვენთან ერთად. შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე და გვილაიქეთ ჩვენი პოდკასტები, არ მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი კოლეგების, გამოგვყავით Facebook-ზე, Instagram-ზე, ასევე TikTok-ზე და ნენე იქაც ვართ, ხო? Telegram-შიც უკვე. უკვე Telegram-შიც ვართ და იქაც გამოგვყავით.